საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა 360 გრადუსი, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დიდი შეუთანხმებლობა ოპოზიციაში. არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის შემდეგ შეუთანხმებლობის საგანი 4 ოქტომბერი გახდა თარიღი, რომელიც ზოგისთვის ქართული ოცნების მშვიდობიანი დამხობისა და ალტერნატიული სახალხო მთავრობის ჩამოყალიბების დღედ უნდა იქცეს, რასაც მათივე კოლეგების ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება და ხედავს რისკებს, რომ წინასწარ დაანონსებულ გამარჯვებაში, ასევე მოქალაქეებში უსაფუძვლო მოლოდინების აღძვრის თვალსაზრისით შეუთანხმებლობა ამ საკითხში იქამდე მიდის, რომ არათუ ერთმანეთის საჯარო კრიტიკასა და თავდასხმებს არ ერიდებიან, არამედ პროტესტის მოწინააღმდეგედ აცხადებენ ერთ-ურთს. მოკლედ, 4 ოქტომბერი დიდი პოლიტიკური შერკინების თარიღად გამოცხადებულია, თუმცა როგორც ჩანს, ყველა თავის ველზე ან გნებავთ მოედანზე იბრძოლებს. ზოგი ქუჩაში, ზოგიც საარჩევნო უბნებზე, თუმცა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას ჯერ კიდევ შეუთანხმებელი აქვს მერობის საკითხი. მერების კანდიდატების საკითხი ალბათ უფრო სწორი იქნება. კახა კალაძემ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ლელოდა გახარია კი ვადას 4 სექტემბრამდე ითხოვენ. როგორც ამბობენ, კანდიდატებიც ყავთ და ჩანს, რომ არც პოლიტიკურ გუნდში აკლიათ მერობის მსურველი, თუმცა საკითხის გადაწყვეტას ორივე პოლიტიკური გუნდის თანხმობა სჭირდება. შეუთანხმებლობა კი, როგორც ვხედავთ, ზოგადი ოპოზიციური სენია. დავით უსუფაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა დღევანდელი თემით დავიწყოთ. თქვენთან საუბარი უკვე 7 საათზე მეტია. ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ვნახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა. მის საგულშემატკივროდ პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ბევრმა საჯაროდ გამოთქვა თავისი პოზიცია. აქვთ მოლოდინი, რომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ადვოკატმაც ისაუბრა, რომ საქმეში 44 წამიანი ვიდეო ჩანაწერის გარდა არაფერი არ არის წარმოდგენილი. ბატონო დავით, გაქვთ რისი მოლოდინი გაქვთ, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მოსამართლემ სილის გაწვნისთვის შესაძლებელია თუ არა? არის თუ არა შანსი, რომ ერთადერთი სწორი, ადეკვატური პასუხი გასცეს, რა ვიცი, თავის სასამართლო გადაწყვეტილებით? დღეს იწერება არა მზია ამაღლობელის განაჩენი და მოსამართლეს მზია ამაღლობელის განაჩენი კი არა გამოსატანი. ის წერს ქართული ოცნების პოლიტიკურ განაჩენს, ვინაიდან მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს საქმე, მზია ამაღლობელის საქმე, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დამაჯერებელი და საყურადღებო, საბრალდებო დასკვნა ქართული ოცნების წინააღმდეგ. მოვა ეს დრო და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში პოლიციიდან, პროკურატურიდან, სასამართლოდან, უშუალო სამსახურებიდან და პოლიტიკური გუნდიდან, ვისაც უკვე დიდი ხანია გაცემული აქვს მითითებები, ვინ და როგორ რა უნდა გააკეთოს ამ კონკრეტულ საქმეში, დაისჯებიან. ბევრი სამართლებრივად, სხვები პოლიტიკურად. მზია ამაღლობელის საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში დაიკავებს იმ ადგილს, რა ადგილს დაიკავა ბევრმა სხვა საქმემ, სამწუხაროდ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად, ადამიანური მსხვერპლის ფასად, ჯანმრთელობის შერყევის ფასად, მაგრამ ის სიმტკიცე და ის პრინციპულობა იმ იდეალებისთვის, არამხოლოდ ჟურნალისტური, არამხოლოდ სიტყვის თავისუფლების, არამედ სამშობლოს დაცვის იდეალებისთვის ბრძოლის ის მაგალითი, რაც მზია ამაღლობელმა აჩვენა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისთვის არის მიუღებელი, სახიფათო, წარმოუდგენელი, საშიში. ერთი ასეთი ადამიანისაც კი იმდენად ეშინიათ, რომ სჩადიან იმას, რასაც სჩადიან. ამასობაში რამდენი ყავთ გამომწყდეული უკვე 9 კლიტულში და ყველას ეშინიათ. მაგრამ სწორად ეშინიათ და ახლა მოსამართლე წერს მათ განაჩენს. არის შანსი, რომ მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანოს. სწორი მე და თქვენ რომ სწორი მგონია კი არა, თვითონაც. იმიტომ რომ მოსამართლეები ადამიანები არიან და მათ აქვთ როგორც ადამიანური სისუსტეები და ემორჩილებიან ხოლმე სამწუხაროდ ასეთ რეჟიმებს ძალიან ბევრი, ყველა არა, ჩვენ სასამართლოში ყავს პრინციპული ადამიანები, რომლებიც გაუსაძლის უძლებენ, მაგრამ დგანან ყოჩაღად ფეხზე. მაგრამ
ვინაიდან ისინი ადამიანები არიან, იმ ადამიანურ სისუსტესთან ერთად ზოგჯერ ვიღაცაში რაღაც მომენტში იღვიძებს ის ადამიანური ღირსებაც და შანსი ყოველთვის არსებობს. მაგრამ ის ძალიან ცოტაა. ანუ ძალიან ნიშანდობლივი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, ანუ ეს საქმე იქნება მანიშნებელი იმისა, თუ რა საბოლოო გადაწყვეტილებები შეიძლება დადგეს აგვისტოს-თვის განმავლობაში, რადგან ვიცით, რომ მათ შორის პატიმარი პოლიტიკოსების, აქციების დროს დაკავებული ადამიანების საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ აგვისტოს განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. ანუ დატოვებენ ყველას ციხეში თუ შესაძლებელია წავიდეს ნაბიჯით გარკვეულ კომპრომისზე ქართული ოცნება. თავისთავად ეს ფაქტი, რაც აღნიშნეთ, რომ აი აგვისტოში მოუყარეს თავი ყველას და ყველაფერს, ეს ყველაზე ნათლად მეტყველებს სწორედ პოლიტიკურ მენეჯმენტზე სისხლისამართლის საქმეების წარმოების. ეს დიდი ხნის სცენია ამ ქვეყანაში და ათწლეულებია ამაზე ვსაუბრობთ, რომ რაღაც მანქანებით ხდება ხოლმე, რომ რაღაც მომენტში, როდესაც რაღაცა პიარული მიზნებისთვის ხელისუფლებას განსაკუთრებით აწყობს, მაშინ უცებ აღმოაჩენენ კორუფციულ გარიგებებს. მაშინ უცებ ეჭვი შეეპარებათ ვიღაცაში, რომ აი ამითი ეს და ასე შემდეგ. ახლა აგვისტო რა თვეა? აგვისტო არის ხო არჩევნებამდე პერიოდი, როდესაც მათ სურთ ერთი მხრივ საკუთარ მომხრეებს აჩვენონ, რომ აი მონოლითები არიან. ერთი ნაბიჯით უკან დამხევები არიან. ყველა ციხეში გაუშვებენ, ყველანი ციხეში. გახსოვთ ეს ცნობილი ამბები იქითა და ეს ცნობილი ფრაზა. ხო, ამისი ავტორი არ არის მიხეილ სააკაშვილი. ამისი ავტორები კიდე უფრო სხვები არიან ისტორიულად. და რა თქმა უნდა, ამ განწყობით არის ხელისუფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ერთია მზია ამაღლობელის მსგავსი პრინციპულობის შემძლე ადამიანებისთვის რაღაცა თითქოს ჩვენება, რომ აი ჩვენ ამის გამკეთებელი ვართ და მათ არიციან, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. მათ შორის ჟურნალისტთა წრეში. ერთი მე მგონი ახლა ჩემს წინ ბრძანდებით. და სულ არ გამიკვირდება არც ხელისუფლების მხრიდან, არც თქვენი მხრიდან, რომ ხვალ დაგინახოთ ამავე როლში. და ამის გამკეთებელი და მე თქვენს წინააღმდეგ ხელისუფლება იმის ჩამდენი. და ბევრია ასეთი ადამიანი. ამიტომ ამითი არაფერი გამოუვათ. მაგრამ არის სხვა რამ, სხვა მიზანი და ამოცანა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ ლაპარაკობენ ამდენს და იმიტომ უსვამენ ხაზს. მათ სურთ შეინარჩუნონ ის მონოლითური მორჩილება, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს სჭირდება უკვე საპოლიციო სისტემაში. ისინი როცა ავალებენ პოლიციის უფროსებს, რომ თქვენი შემადგენლობა ახლა უნდა წაიყვანოთ და ჩაიდინოთ ეს, დაარბიოთ ეს ოფისი ვთქვათ. ან კონკრეტულ ამ მოქალაქეს სამაგალითოდ გაუსწორდეთ. და ყველა ის კადრი, რაც ჩვენ ვნახეთ და აი პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სასტიკი დანაშაულები, რომელთაგან არც ერთი არ არის ძიებაშიც კი, ანუ აი მე თუ გამომრჩა თქვენ ხომ არაფერი არ რჩება დედამიწის ზურგზე და ყოველდღე ერთი შემთხვევა თუ გახსენდებათ, რომ ვინმე პასუხისგებაშია მიცემული რისთვის? იმ 44 წამიანი კადრივით კი არა. აი 2-3 საათი რომ ვუყურებდით ცოცხალ ეთერში და ათასობით ადამიანია მოწმე, როგორ ხდება სახსალამათი ადამიანის დაკავება, ანუ უკვე სახელმწიფოს გამგებლობაში აყვანა პოლიციელთა ხელში და 5 წუთის მერე ამ ადამიანებს ხედავთ უსასტიკესად, სასიკვდილოდ ნაცემებს. აი ამ ტიპის რამებს რატომ არ იძიებს? მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ერთი მხრივ ის არ უნდა გამოიძიოს და მეორე მხრივ თუ პოლიციელს ვინმემ ვითომ რამე შეურაცხყოფა მიაყენა, სამაგალითოდ უნდა დასაჯოს. რისთვის? იმ პოლიციის სისტემაში შეინარჩუნოს მონოლითი ერთგულება, რომ ხვალ რომ დაჭირდებათ უკვე მზია ამაღლობელის ნაცვლად ემას და სხვა ის დარბევა, იქ მათ უკან არ დაიხიო. ანუ პიარულადაც არ გაქვთ ამის მოლოდინი, რომ თქვენ გეკითხებით კონკრეტულად თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერებთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში შესაძლებელია წინა საარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ რაღაცა პოლიტიკური გულების დაწერის მიზნით თქვენი პოლიტიკური ლიდერები ხაზარაძე, ჯაფარიძე გამოუშვათ. თუ რამე ამ დაგვარს ჩაიდენენ, ეს იქნება მხოლოდ მორიგი მზაკრული ჩანაფიქრი. და არა რამე, ესე იგი, გონს მოეგნენ. ამ მზაკრული ჩანაფიქრი შეიძლება, მზაკრული ჩანაფიქრი შეიძლება ამოიკითხო ყაველაშვილის შეთავაზებაში, რომ შეწყალების თხოვნით მიემართათ. არა, ამაში შეიძლება, ანუ ამ
ნაბიჯში თუ ამ ჟესტში შეიძლება მოიკითხო, რომ მომმართეთ შეწყალების თხოვნით და შეგიწყალებთ. აბა რომ მიუმართავად რო გამოვშვან, მაშინ ჩათვლით რომ ზაკრული ჩანაფიქრია? ხო, უბრალოდ ძალიან გამიჭირდება მიზეზების პოვნა, რა ბენეფიტი შეიძლება მიიღოს ქართულ მოძრაობამ, გარდა იმისა, რაც ვახსენე, აი პოლიტიკური ქულების დაწერა საკუთარ ამომრჩეველთან თუ მაგალითად, რა ვიცი, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან. ზუსტად მე არ განვარცობ ამ თემას, თუ აქამდე რეალობაში მივედით, ვერ განვარცობ კიდეც და ბევრს გეტყვით, მაგრამ შეხედეთ, მე როცა ვარ ზაკრული ჩანაფიქრი და ეს რამე კეთილშობილი ჩანაფიქრია, რომ ადამიანს მოკიდო ხელი წაიყვანო ციხეში, როცა პოლიტიკურად გჭირდება. მე როცა პოლიტიკურად რამე სხვა გჭირდება გამოუშვა, ეს არ არის ზაკრული პოლიტიკური ჩანაფიქრი და ეს მართლმსაჯულების ზეიმია, თავისთავად ეს. თუმცა ამის იქით აღარ განვავრცობ, რა შეიძლება იყოს ამის მიღმა და ასე შემდეგ. სწორედ ამაშია საქმე, რომ მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სისტემა და პროკურორი და პოლიციელი და ყველა ამ პროცესში რომ არის ჩართული და კანონში დიდი ასოებით რო წერია, რომ ემორჩილება კონსტიტუციას და კანონს. არა, თუ რომელიმე უფროსი ზევიდან დაურეკავს, აკეთებს იმას. ამაზეა ლაპარაკი. ხო, მესმის, მაგრამ ახლა პოლიტიკური ლიდერები წინა საარჩევნო და საარჩევნო ბრძოლაში ალბათ ძალიან სჭირდება თქვენს კოალიციას. როგორც შეგვიძლია თუ აქამდე მივედით, მართალია შეგვიძლია იწყება. გილოცავთ ბოლო ეთერს, წუხარებით აღნიშნოთ თუ სიხარულით არ ვიცი, თქვენი დასვენება სიხარულით, სხვებისთვის შესაძლოა მწუხარებით, მაგრამ ძალიან რთული სატელევიზიო სეზონი იყო. ყველა უნდა დაისვენოთ, იმიტომ რომ წინ კიდევ უფრო ცხელი შემოდგომა გველის ვიდრე აგვისტო. გვიანულსებთ ანუ ამას. ორი თვეა სულ დარჩენილი, ვიდრე ამომრჩეველი მივა და საკუთარ საბოლოო გადაწყვეტილებას დააფიქსირებს ქართულ ოცნებამ. ნახეთ, რომ ოფიციალურად უკვე დაიწყო წინა საარჩევნო კამპანია. მერობის კანდიდატიც დედაქალაქში ყავთ დასახელებული. ой, საოცრებავ და კახაკალაძე. ხო, ну, როგორც მოსალოდნელი იყო დიდწილად. რაც შეეხება თქვენს კანდიდატებს, ამბობთ, რომ 4 სექტემბრამდე ჯერ კიდევ გააქვთ დრო. ამასობაში ერთი თვე, ასე ვთქვათ, სრული თავისუფლება ექნება ქართულ ოცნებას, ძალიან წარმატებით ყოველგვარი წინააღმდეგობის და კონკურენციის გარეშე შეუძლია აწარმოოს, ვიცი, პოლიტიკური პიარი და პროპაგანდა. იქნება და არც არის. და კახაკალაძე რო არისო დასახელებული მერობის კანდიდატად, ვინმე ხელს გვიშლიდა და გუშინ წინ. სწორედ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბარს, სწორედ იმ კამპანიის ჩართვას რაც არჩევნებს. მაშინ ამის პასუხად გეტყვით, რომ ფიქრობთ თუ არა, რომ დიდწილად ალბათ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, იცით რომელი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის დარჩეს ბოიკოტის პროცესში, თუ მართლაც დაეხმაროს ოპოზიციას აი ამ საარჩევნო ბრძოლაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ადამიანების საბოლოო გადაწყვეტილებისთვის თქვენს მიერ დასახელებულ კანდიდატებს. ალე კოლისაშვილი არც მალავს, რომ მას აქვს თბილისის მერობის სურვილი, მისი კანდიდატურა განიხილება კიდეც. ისიც იცის, როგორ მოაგვაროს არსებული პრობლემები, ხა ამაში ეჭვერავის ეპარება მისი განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე, უბრალოდ რჩება შთაბეჭდილება, რომ მას თქვენი, ანუ ლელოძლიერი საქართველოს მხარდაჭერა აქვს, უბრალოდ ეს საკითხი შეუთანხმებელია გიორგი გახარიას გუნდთან. არის თუ არა ეს ასე? პირველი 4 სექტემბერი ეს არის იურიდიული თარიღი, როდესაც თუ ვინმეს უნდა რომ მერობის კანდიდატი ყავდეს, უნდა დაასახელოს. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ 4 სექტემბერს, არ ვამბობთ იმას, რომ 3 სექტემბერს ღამის 11 საათზე გაცნობებთ კანდიდატს. ჩვენ ვამბობთ 4 სექტემბრამდე ეს პროცესი გრძელდება. ოცნებამ გადაწყვიტა კანდიდატის დასახელება, როდის? ჯერჯერობით არჩევნები არა დანიშნული. ხო არ არის? ხო, მათ რატომღაც ასე გადაწყვიტეს. ნუ ეს მათ პოლიტიკური სულა არის, ხო? ესე იგი ხო, რაღაცის გამო. და ახლა ჩვენც რიო დე გრამი ჭკუა, ჩვენც მოგვეკითხება, რომ თუ დღეს არ ვასახელებთ და ხვალ დავასახელებთ, ესე იგი რაღაც ეს ნიშნავს იმას, რომ შერჩეული ყავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროცესს ვანიჭებთ სერიოზულ მნიშვნელობას. აი თქვენ ბრძანეთ, რომ ხო გადაუწყვეტელისთვის შესაძლოა ეს მნიშვნელოვანია. და იქნებ გვინდა რომ გადაუწყვეტელიც ჩართული იყოს ამ პროცესში და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მოსაწონი იყოს ის ჩვენი მერობის კანდიდატი. ანუ ჩვენ შეგვეძლო შეიძლება ივნისის ბოლოსვე გვეთქვა რომ აი ესაა ჩვენი მერობის კანდიდატი და აბა მოგწონს, იქნებ პირიქით ჯობია. იქნებ კონსულტაციები რაც შეიძლება მეტ არა მხოლოდ პოლიტიკურ არამედ არაპოლიტიკურ ჯგუფებთანაც ჰქონდეს. იქნებ
ამ პროცესში ჩვენ უკვე ამ ძალიან ცხელ და ისეთ ხო წავე პროცესში დავაკვირდეთ მოსახლეობის დამოკიდებულებას, დავაკვირდეთ ადამიანებს საითუფრო იხრებიან, იქნებ ჩვენს კვლევებს ვატარებთ, ამ კვლევებიდან გვინდა გავიგოთ რა მიმართულებით ჯობია. იმიტომ რომ ეს ხო არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, რაზეც ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტია ჩვეულებრივ მიდის და მას უკვე 3 წლის წინ უკვე განსაზღვრული აქვს რომ იცი რა, აი ჩვენ ვამზადებთ ასეთ პროგრამას, ასეთი კანდიდატით. ჩვენ ხო ვართ არაორდინარულ ვითარებაში, როდესაც ეს არჩევნები ადგილობრივი არჩევნები კი არ არის. ეს არის მორიგი ბრძოლის ფრონტი ხელისუფლებასთან. ამ ფრონტში საბრძოლველად როგორი კანდიდატი ჯობია. ახლა ალეკო ელისაშვილს რაც შეეხება მე შეგახსენებთ ელისაშვილი უკვე იყო მერობის კანდიდატი ბევრი წლის წინ. ანუ მას თავის თანაც უპარტიო, ხო? ასე მახსოვს, ხო? ნუ ხო, მაშინ ოშთაში მეორე ტურში, ასე ვთქვა, თავისი შედეგებით მეორე ტური დანიშნა გახდა საჭირო. თლად მასე არის ეგ მაჟორიტარულ არჩევნებში იყო მე მგონი. ანუ საკრებულოს წევრი. მეორე ადგილზე ხო გავიდა? კი, მაგრამ მერობის კანდიდატობა კიდე სხვა დროს იყო, მაგრამ მე რისი თქვა მინდა მას პერსონალურად ალეკო ელისაშვილს ეს გზა გავლილი აქვს. ეს მისთვის არ არის არც ფსიქოლოგიურად უცნობი, არც პოლიტიკურად, არც პიარულად არანაირად. ამიტომ კი გასაგებია, ის ამბობს რომ არ გამოურიცხავ, არც მე გამოურიცხავ. ამასობაში რო არ გამოურიცხავ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებულ როგორ ქვია, არ მინდა ინგლისური სიტყვა ვიხმარო. მოკლესია რო ქვია. აი თავიდან 20 განვიხილეთ და ახლა 5-მდე ვართ მისული. იმ 5-ში შეიძლება იყოს ალეკო, რატომაც არა. შესაძლებელია იმ ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, რაზეც ახლა ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლა ქვია. ამ ბრძოლას თავისი სპეციფიკა აქვს. მე ამას წინათ ამ თემაზე საუბრისას რაღაცე ვიმკითხეს და გავიხსენე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე იყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი და მაშინ იყო ამაზე საუბარი, რომ ლევანი კარგი პრეზიდენტი იქნება, ცუდი პრეზიდენტი და ამ შემდეგ. ვიყავი დარწმუნებული და ახლაც ვარ დარწმუნებული, რომ იმ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად და ჩვენ მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებში გავედით ოპოზიცია ასეთი დაპირებით, რომ ჩვენ დავამარცხებთ ხელისუფლებას და ერთ წელიწადში ჩავატარებთ საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანს, მიმარჩეული პრეზიდენტის მოვალეობა იქნება 1 წლის განმავლობაში სამართლიანი არჩევნების მომზადება და ჩატარება და მერე ის გადადგება. ამ კონკრეტულ ამოცანას ლევან გაჩეჩილაძე გაცილებით უკეთ შეესაბამებოდა, შესაძლოა, ვიდრე დავით უსუფაშვილი, რომელიც ასევე იყო კანდიდატი და ამ ამოცანისთვის გაცილებით უკეთესი იყო. ანუ ელისაშვილი გადასულია შემდეგ ტურში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მას სჭირდება, რა ვიცი, 100%-იანი თანხმობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელისაშვილს ტურში მონაწილეობაც არ სჭირდებოდა. რატო გეუბნებით ამას? ვინაიდან მას ეს გამოცდილება უკვე აქვს, ეს გზა ერთხელ გავლილი აქვს და გავლილი აქვს საკმაოდ წარმატებულად, იმიტომ რომ მაშინ გაცილებით თავადაც ახალი ფიგურა იყო პოლიტიკაში და მხარდაჭერაც, თქვათ, პარტიული პოლიტიკური სტრუქტურებიდან არ ქონდა ისეთი, როგორც ახლა შეიძლება ქონდეს. ამიტომ თავისთავად მოცემულობა. მაგრამ ამას ამ თემებზე მე იმ შემთხვევით არ გამისვამს ხაზი თქვენი იმ ფრაზისთვის, რომ იქნებდა კანდიდატი, ადრე რო თქვა, ხვებმა აქეთ გამოიხედონ. ჩვენ ამას ცოტა, როგორც გითხარით, პირიქით უყურებთ. ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ დიახაც თუ იქნება კანდიდატი ეს ამ გვარის და სახელის ადამიანი, ეს იქნება არა ჩაკეტილი იმ წრეში, ვინც დღესვე მხარს უჭერს მას, არამედ მას ექნება პოტენციალი მეტი მომხრის. ჩვენი მთელი კი ბატონო. მივიღებ პასუხი, რომ იმიტომ კი არ ასახელებთ ახლა იმიტომ კი არ ხო ასახელებთ იმიტომ კი არ ჩქარობთ კანდიდატის დასახელებას რომ არ ყავთ მეტიც ყავთ რამდენიმე მაგრამ ატარებთ საბოლოო ასე ვთქვათ კვლევას თუ ვინ იქნება ყველაზე მეტად მხარდაჭერილი ფართო საზოგადოების მხრიდან მაგრამ აი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მე თქვენ მათ შორის აი აქ ჩემ სტუდიაში გახარიას ერთ-ერთი თანაგუნდელის ნათქვამს სიტყვით რომ ალეკო ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ ჩვენი
და ლელო ძლიერი საქართველოს შეთანხმებაა, რომ უნდა შევჯერდეთ ნეიტრალურ კანდიდატზე. ქმნის თუ არა ეს გარკვეულ ასე ვთქვათ წინააღმდეგობას. მეც მრჩება შთაბეჭდილება, თქვენც მოგწონთ ალეკო როგორც კანდიდატი, მაგრამ არის რაღაც გარკვეული ბარიერი, რომელიც საჭიროებს რაღაცა კონსენსუსს. იცით როგორ არისა? ბნელ ოთახში ვერ იპოვი შავ კატას, თუ ის კატა იქ არ არისო. ახლა როგორც ამ ვატრიალოთ ეს თემა. შავი კატა არ არის და ვერ ვიპოვით და რა მაქვს ხედელობაში. ყურეთ, პირველი ფრაზა თქვენი, პირველი თეზა, რომ ამიტომ არასახელებ და გავიგეო, სწორია. და ამასობაში მეორე ფრაზაც სწორია. დიახ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ კანდიდატზე. აბა ხო თქვით რომ შევთანხმდეთ, ის კი არა რომ ჩვენ უკვე შევთანხმდით კანდიდატზე და ეხლა ერთად მივდივართ. ჩვენ გამოვაცხადეთ რომ დიახ, კოორდინაცია ამ არჩევნებში, ამ ორი პოლიტიკური ძალის ნიშნავს იმას, რომ დიახ, ამ თემაზე ჩვენ შევთანხმდებით. ამ პროცესში გასავლელია ეს პროცესი. რაღაცაზე შეიძლება ჩვენ არ ვართ თანახმა, სხვა არ არის შეთანხმების პროცესი, აბა სხვა რა არის. მე და თქვენ რომ ახლა ვიფიქროთ, რომ დღევანდელი გადაცემა რადგან ბოლოა, ხომ არ აღნიშნოთ დღეს საღამოსო, მე ხომ და შევთანხმდეთ საწავიდეთ. მე თუ რამე განსხვავებული აზრი მაქვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შორის შავი კატა დარბის? პირიქით, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ვერსიები, რომლის უპირატესობაზე ვსაუბრობთ და მე ბოლოს შევჯერდებით. ხო, თუმცა მე მგონი თქვენთან უფრო რთულად არის, ანუ შეთანხმების ნაწილს გულისხმობ განსაკუთრებით თბილისის მერობის კანდიდატთან შეთანხმების ნაწილში საქმე, ვიდრე имаზე ჩვენ მარტივად შევთანხმდებოდით, ხომ არ წავსულიყავით აქედან. ბატონო, თქვენ შეიძლება არც მიიღოთ ჩვენი ასე ვთქვათ შეთავაზება ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგი, ხომ თუ შორს სწავალთ, რა თქმა უნდა, ბევრი ვერსია. კარგი. მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ ისე სხვათა შორის ძალიან ბევრი, აი როგორ ვთქვა, ანგარიშგასაწევი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელში, რომ ისე რომ მოხდეს, რომ საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენო გახარიას პარტია და ლელო. არის ამის, არ ვიცით, თუნდაც თეორიული ალბათობა, რომ აი ვერ შეთანხმდით და მორჩა, იმიტომ რომ ამის არა. მერთმა დაიფაროს და კიდე ისი ალბათობაა, იცით? ახლა აქედან რო გავალ, შესაძლოა კიბეზე ფეხი დამიცდეს. აი შეიძლება მოხდეს? როგორ არ შეიძლება მოხდეს? ყველაფერი ხდება და ყველაფრის მომსწრე ვართ. გააჩნია ძალისხმევა საითაა მიმართული. ესე აპოკალიფსური ამბები, რომ მე თქვენ ნათლად დაგანახებთ რისკებს, რომ იცით რა ვიღაცამ დავუშვათ, რა ვიცი, ზეთი მოასხა ჩვენს კიბეს და ბატონო დავით ძალიან გთხოვთ სახელურს, მაგრამ შეეჭიდეთ და ფრთხილად ჩადით, ანუ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ვადარებ ამ სიტუაციას, ხო? ანუ ვინც ამას მართლებს, რას მეუბნება რომ ამას მეუბნება რომ ესე იგი თქვენ ხო ვერ შეთანხმდებთ პოლიტიკური ამბიციების წინაპლანზე წამოწევა რომელ წინაპლანზე აი თუნდაც ის რომ რაღაცა ნეიტრალურ კანდიდატზე იქნება არ არის ასეთი ნეიტრალური კანდიდატი რომელიც ამხელანდობის მანდატით სარგებლობს საზოგადოებაში რამხელა მხარდაჭერა შეიძლება კონდეს არ ვიცი პოლიტიკურ კანდიდატს არ დავასახელებ არა გავიგე ისევ ესეც გავარჩიოთ რატო ვიძაბებით და მოსახლეობასაც ვძაბავთ იმითი რომ შესაძლოა ყველაზე უარესი მოხდეს. ამ პროცესში ორი პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, რომ კოორდინირებულად მუშაობთო, ერთი. მეორე, დღეში ორჯერ შესაბამისი გუნდები, რეგიონის, თბილისის, პიარის, ლოჯისტიკის, რა ვიცი, ხვდებიან ერთმანეთს და კოორდინირებულად მივდივართ წინ. კანდიდატები მარტო თბილისის მერი კი არაა შესარჩევი. რამდენიმე 1000 ადამიანია შესარჩევი. ხო, მაგრამ ერთ-ერთი პირველი რიგის სამოცანახო მაინც არის. გავიგე, მაგრამ უყურეთ, მე რატო ვამახვილებ ყურადღებას. ეს არის ის პროცესი, რომელიც ღიად და კაფიოდ დაანონსდა, რომ დიახ, ამ ნაბიჯებს ვდგამთ და მივდივართ. მერის კანდიდატთან დაკავშირებით შეიძლება რომ ვერ შეთანხმდნენ. ამისი ალბათობა დაახლოებით იმდენია, რამდენიც იმისი, რომ ზია ამაღლობელი ახლა მოსამართლემ გამოუშვას და თქვას, რომ უდანაშაულო ხარო. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ გაცილებით, ანუ ამ პროცესში მოლოდინი იმისა, რომ დიახაც იქნება შეთანხმებული კანდიდატი, არის 99%. 1% კიბეზე ფეხის წამოყრაცაა და კიდე 1000 უბედურება ამ ხელისუფლების ხელში. ზეგ რაგველის და ამ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ამბები საით განვითარდება და განმოვითარდება, ამისთვისაც მზად ვარ. ამიტომ ლაპარაკობ.
იქ სადაც შავი კატა არ არის ბნელ ოთახში. ნუ ვეძებ. ღია ოთახში, ნათელ ოთახში, აგერ თეთრი კატებია და იმაზე ვილაპარაკოთ. აი, ვილაპარაკოთ აი თეთრ კატებზე, კი ბატონო. ანუ ეს ხომ ცხადად ჩანს, რომ ფაქტობრივად ორ წინააღმდეგობასთან მოგიწევთ ბრძოლა. ერთი ეს არის ქართული ოცნება, თქვენი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არჩევნებზე და მეორე ეს არის არ ვიცი, ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია თუ იმ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ორი ფლანგი. ერთი, რომელიც 4 ოქტომბერს გამარჯვების თარიღად ასახელებს და მშვიდობიან გადატრიალებას აანონსებს და მეორე, რომელიც არ ვიცი, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ დადის და მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და შესაბამისად თქვენც დაკარგოთ თქვენი პოტენციური ამომრჩეველი. რომელი უფრო რთული გასამკლავებელია ამ შემთხვევაში თქვენთვის ოპოზიციის წინააღმდეგობა თუ ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური ოპონენტი? 4 ოქტომბერს დანახულ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთადერთი მოწინააღმდეგე ყავს და ჩვენ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ეს არის ქართული ოცნება, ხელისუფლება. ესაა მოწინააღმდეგე და ყველა ჩვენი ძალისხმევა, ფიქრი, მოქმედება რაღაცა დაგეგმილი ამბები და ასე მიმართულია ქართული ოცნების წინააღმდეგ. რაც შეეხება დანარჩენ ამბავს, კი არსებობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ჭირდებათ მეტი არგუმენტი და მეტი мотиваცია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მაგრამ ესენი არ არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. ესენი არიან ჩვენი თანამოქალაქენი, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხმედრა სტრატეგიულ მიზანთან და ამოცანასთან, რომ ჩვენ ერთად უნდა გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ქართულ ოცნებად წოდებული რუსული ოცნებისგან. ეს არის სტრატეგიული ამოცანა. ამ ამოცანისკენ სავალ გზაზე თუ არის განსხვავებები ტაქტიკაში 4 ოქტომბერს რამე ჩავიდინოთ თუ 3 სექტემბერს თუ 7 მაისს უნდა გაგვეკეთებინა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვებრძვით, ისინი არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისინი არიან ჩვენი თანამოაზრეები, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხში ახლა ამ აზრზე არიან. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც არჩევნებზე წასვლას არ გეგმავს, მაგრამ თავის გეგმაში თუ გეგმებში აქვს განსხვავება. ამასაც ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებთ. რატომ? იმიტომ, რომ 4 ოქტომბერი პრაქტიკულად ყველას დანახული აქვს, როგორც რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ამბავი. და აგერ ვაცხადებ, დიახ, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, მოქალაქეებს მოუწოდებთ მისცენ ხმა ჩვენს კანდიდატებს, ოპოზიციურ კანდიდატებს, რათა მათი ხმა, მათი დამოკიდებულება იყოს ცხადი, აღიჭუროს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უკვე 62-63 კი არა, ვინც პარლამენტის მანდატი მიიღო, არამედ უკვე 677 ან 1550 კონკრეტული სოფლების, კონკრეტული ქალაქების მოსახლეობის მანდატებით, რათა ჩვენ გავაძლიეროთ წნეხი და ბრძოლა ოცნების წინააღმდეგ. დილით მივცემთ ხმას არჩევნებს და 4 ოქტომბერი, ჩვენთვისაც 4 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ხმებს დაცვა უნდა, თუ ვინმე რამე ჩაიდინა, იმას წინააღმდეგობის გაწევა უნდა და ასე შემდეგ. ანუ რას აპირებთ? დაანონსებულია 4 ოქტომბერს 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. ანუ მას შემდეგ რაც საარჩევნო შესაძლოა ჩვენ 2 საათზე შევიკრიბოთ სადმე გლდანში, ან სადმე ბათუმში, ან 3 საათზე თელავში და ასე შემდეგ. ამაზე ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ახლა საუბარი არასწორია. ახლა, რაც შეეხება იქ თავად ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში უთანხმოებას. აქ ჩვენ სწორედ იმას ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერი საარჩევნო დღე, ეს არის კონსტიტუციით დაანონსებული, ამიტომ ამას არანაირი დამატებით დაანონსება არ ჭირდება და აქ არის დაანონსებული პოლიტიკური ბრძოლა და მივმართავდით და ახლაც მივმართავთ პოლიტიკურ კოლეგებსაც ოპოზიციიდან და რაც თავარია მოსახლეობას, რომ იმაზე კი არ ვიკამათოთ რამე დაანონსებული არის თუ არ არის თუ სწორად არის თუ არასწორად არის. ის რაც კონსტიტუციითაა დაანონსებული და არა ოცნების მიერ და ასე შემდეგ. იმ დაანონსებულ ბრძოლაში მოდი ერთად ვიბრძოლოთ და ყველა მონაცემი, კვლევა, წინაარჩევნების შედეგები, ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიციური მობილიზების შემთხვევაში თბილისში ბატონი კალაძე აგებს და თან ძალიან dzlierat აგებს. ამიტომ ეს ბრძოლა მაგრამ კიდევ უფრო გაჭირდება კანდიდატებზე შეთანხმება, ცოტა სხვა რამეზე ვსაუბრობ. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კიდე სხვა რამეზე.
და საერთოდ იქამდე მივიდეთ, რომ არაფერს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში. თქვენ ამით დაიწყეთ არა, ოპოზიცია შეუთანხმებლობა კი, ბატონო, ჭირს და ერთი ჭირს. მითხარით, უკეთესი შეთანხმებულობა სათხედავ. ოცნებაში რო შეთანხმებულობა, ეგ მოგწონს ვინმეს? ოცნებაში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ოცნებაში არსებული მონოლითური მართლობა ეს მოგწონთ? არა. რატომ მოიყვანეთ? რატომ საერთოდ რატომ მოიყვანეთ მაგალითად, როდესაც საუბრობთ ოპოზიციის მიერ შეუთანხმებლობაზე? როგორც კი მე გავაკეთე ის, რაც წეგან თქვენ გააკეთეთ, ანუ გადახვედით იმაზე, რომ აქ ხო კანდიდატზე ვერ შეთანხმდებითო. ხალხო, ჯერ ის თქვათ, ეს სწორია, ეს სწორი, ერთი წამი. ქალბატონოებმა, ერთი წამით კი შეიძლება თქვენ ჭირებთ რა. უყურეთ, ჯერ ხო ეს საკითხი გვაქვს გასავლელი, რომ ესე იგი ჩვენ რას ვამბობთ, რომ ვეუბნებით, შევთანხმდეთ, არაფერი არ გვინდა. ნომერი არ გვინდა ჩვენი, კანდიდატი არ გვინდა ჩვენი, ანუ რისი დათმობაც შეიძლება ჩვენ მზად ვართ. ახლა თუ თქვენც თვლით რომ ეს სწორი გზაა, თქვენგანაც რა თქმა უნდა ველი ასეთ ნაბიჯებს. გადმოდგავ, კარგი, არ გადმოდგავ, ვინც გადმოდგავს იმასთან შევთანხმდით რომ ერთნაირ მერიად მივდივართ. მაგრამ აქ ახლა ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობთ, გახსოვთ? საიდან მოვედით აქამდე? ერთი წამით რომ ესე იგი კონსტიტუციით დაანონსებული ბრძოლის თარიღი, ბრძოლის მეთოდი მისვლა და ჩაგდება ყუთში და შემდგომ ამ ხმების დაცვა და ამ შემდეგ აგერ არის. ახლა თუ ვინმე ამბობს რომ 4 ოქტომბერს მე სხვანაირად ვაპირებ, იყუთთან არ მივალ, პირდაპირ სადღაც მივდივარ და არჩევნებში არ მონაწილეობ, ეს ასე თუ ისე გასაგებია. იმიტომ არ მონაწილეობ არჩევნებში, რომ მე ამას ვაკეთებ. თუ არც არჩევნებში მონაწილეობ და არც რამე სხვა დაგეგმილში მონაწილეობ, აი მაშინ რაში მონაწილეობ, ეს რა თქმა უნდა ცოტა უფრო გაუგებარია. მაგრამ ეს პროცესი ჩვენი ღრმა რწმენით ნელ-ნელა თავის კალაპოტში ჩადგება და ნელ-ნელა დავინახავთ რომ არჩევნებში მონაწილესაც 4 ოქტომბერს არც არჩევნებში და არც რამე სხვაში მონაწილეობის სურვილსაც 4 ოქტომბერს არჩევნებში არ მონაწილეობის, მაგრამ რამე სხვაში მონაწილეობის სურვილსაც აღმოჩნდება რომ ჩვენ ნელ-ნელა ეს ნაკადულები რომელიც იქიდან და აქედან მოდიან შევერთდებით. ამიტომ მე ყველას მინდა ვთხოვო პირველ რიგში მოქალაქეებს საკუთარი პოზიციონირება ჩამოიყალიბონ მიუხედავად ისა მე რას ვლაპარაკობ რომელი პარტიიდან ვარ რომელი გზა ჯობია საერთოდ რომელით ვიარო ახლა ერთი თვე და თქვენ ახევარი პოლიტიკურ ლიდერებსაც და კოლეგებსაც ვთხოვ და ველი რომ ეს არ დაგვავიწყდეს და ამასთანავე ერთ გამთქვი და გავიმეორებ თქვენთანაც არ დაგვავიწყდეს რომ ბოლო სერიაში ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით და ყველა ერთად იქნება არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ 4 ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობ ეს მაინც გითხარით ეხლა ყავა გადმოვაბრუნოთ თუ ხელზე დავიხედო რა თუნდა ყავის გადმობრუნება აბა ამდენი ხანი 4 ოქტომბერზე რატო ვლაპარაკობ რომ კონსტიტუციით დაანონსებული ბრძოლის დღეა მანამდე შესაძლოა ჩაიდინოს რამე ხელისუფლებამ ისეთი რომ კი თავად მოიტეხოს კისერი შესაძლოა 5 ოქტომბერს დილას მოიტეხოს კისერი. ახლა მაგ ამბავზე რომ 4 ოქტომბერს 3 საათზე გელოდებით სადმე აღსანიშნავად გამარჯვების, ცხადია ეს არასწორი ამბავია. კი ბატონო, კარგი. ანუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რომ არსებობს გარკვეული შეთანხმების ფანჯარა რომ თუ არჩევნებში მონაწილეობის პროცესში არ შემოგიერთდებიან, არ ვიცი, ხელი მაინც არ შეგიშალონ? სასურველი შედეგის მისაღწევად? იცით რა. არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს და პოლიტიკურ ძალას არ შეიძლება და არ უნდა კონდეს ილუზია, რომ საქართველოს მოქალაქეები შედან ახლა გვიყურებენ და მამუკა ხაზარაძემ რადგან ეს თქვა, წავა და ამას გააკეთებს. ჩვენ რუსთაველის აქციებმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა. აი თვით ორგანიზებით ასობით 1000 ადამიანის მონაწილეობამ ძალიან კონკრეტულ პროცესში. რომ საქართველოში წინა 10 წლეულებისგან განსხვავებით გაცილებით მეტია ინდივიდი მოქალაქე, რომლისთვისაც პოლიტიკური პარტია, ლიდერი, ხედვა, თქვენი პოზიცია, ჩემი პოზიცია, ჩვენი რაღაც დასკვნები და ამ შემდეგ საყურადღებო ფაქტორია, მაგრამ ისევე როგორც თქვენთვის პერსონალურად. ყველა ეს ფაქტორი არის განსჯის რაღაცა საშუალება, მაგრამ მე ბოლოში თქვენ იყალიბებთ თქვენს პოზიციას. მიდიხარ ვინმეს აძლევ ხმას. ან მიდიხარ ამ დემონსტრაციაზე, ან აკეთებ ამას, ან ებრძვი იმას, ან მეგობრობ ამას. მაგრამ ესე თქვენი გადაწყვეტილება. მე ველი, რომ 4 ოქტომბერს
საქართველოს მოქალაქეები საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ მე არავის არც იმას მოუწოდებ, რომ მოდი მოგვეხმარი ამაში. და არც იმის მეშინია, რომ სხვა ვინმეს მოუწოდებს, რომ არ განახო არჩევნებზე მისული, ამიტომ ის იქ არ მივა. იმიტომ რომ მე ამ ქვეყანაში ვხედავ მოქალაქეებს, რომლებიც ხან ბრაზობენ, ხან ნიჰილისტურად არიან განწყობილი, ხან ხელებია ჩამოშვებული, ხან ვიღაცის მიმართ აქ ბრაზი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ხოლმე მომენტი, ეს დღეში რამდენჯერ მეხდება ჩემი დაკვირვებით და თვეში კიდე რამდენჯერ მოხდება, როდესაც ვჩები ჩემს თავთან და ვამბობ, რომ ხო, მე მეკისრება რაღაცა პასუხისმგებლობა ვალდებულება, გადავდგა ნაბიჯი ანაკეთ ანიკეთ. ამიტომ ჩვენ ძალიან მშვიდად უყურებთ იმ პროცესს, რომ კი, ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ გზაზე, სხვა საუბრობს კონკრეტულ გზაზე, ჩვენ არ შიშობთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის გადაკაჩვა, რატომ? ისევ და ეს დანიშნულოვანია. სტრატეგიული მიზანი დამოცანა, როცა ერთია, ადამიანები მერე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ხო, ამ ამოცანას ასე გავყვები, მაშინ ასე გავყვები და ასე შემდეგ. კოლეგები ოპოზიციიდან თქვენ სტრატეგიულ მიზანს სულ სხვანაირად ხედავენ, პირდაპირ ისმის ბრალდებები და არაერთ ჯერ მოგვისმენია ეს, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, მონაწილეობა არჩევნებში არის მცდელობა ჩამოყალიბდეთ სისტემურ ოპოზიციად, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. იმ საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მიზანი ჩვენ საერთო გვაქვს და აუცილებლად მოგვიწევს შეერთება ამ მიზნის გარკვეულ ეტაპებზე, აქედან გამომდინარე, მე ახლა რა თქმა უნდა მყოფნის იმდენი ჭკუა, რომ არ ავყვე ამ თემას. და საპასუხოდ არც არაფერი არ ვთქვა. ყველა დაფიქრდეს, სოგმა შეიძლება ცოტა უკან გაიხედოს პოლიტიკურ ისტორიაში, მე ამის მეტი რა ყოფილა ხან იქიდან თითის გაშვა, აქედან ჩვენ თითს არ ვიშვერთ, ჩვენ ხელს ვიშვერთ ერთად ყოფნისთვის და ამ პროცესში ძალიან ბევრ რამეს ავიტანთ, იმიტომ რომ საქმე სჭირდება. კეთილი, მადლობა დავით უსუფაშვილი, ნელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო. ვისურვებთ ნაყოფიერ დასვენებას, რომ უფრო შემართებულად დავიწყოთ სექტემბრიდან ყველაფერი. საკმაოდ ასე ვთქვათ, დატვირთული პერიოდი გველოდება. მადლობა თქვენ. ელენე ხოშტარია, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი უნდა შემოგვიერთდეს. მას მივესალმები. მოგესალმებთ, ქალბატონო ელენე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთანაც დავიწყებდი საუბარს იმ პროცესებით, რომელიც ბათუმის სასამართლოში, საქალაქო სასამართლოში იმართება და მიმდინარეობს, აი ამ ბოლო მონაცემებით, ამ დასკვნით სიტყვას ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატი წარმოთქვამს. არ ვიცი, თქვენ თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული მოლოდინები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, აი ამ მოწოდებების ფონზე, რომელიც დღეს განსაკუთრებით ისმოდა და რომლის ადრესატიც იყო მოსამართლე, შესაძლებელია თუ არა მოსამართლემ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მისგან ელოდებიან ამაღლობელის გულშემატკივრები. დავუბრუნდეთ ისევ ელენე ხოშტარიას, თუ გვაქვს შესაძლებლობა. კი ბატონო, ქალბატონო ელენე, მე მგონი გესმოდათ ხო ჩემი შეკითხვა, თქვენი მოლოდინები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. კი ბატონო, ზარი შეძდეს მის ტელეფონზე და შესაბამისად ამ დროს კი ბატონო, მადლობა. მართლა ისტორიული გავიგე კითხვა, დიდი მადლობა. მართლა ისტორიული პროცესი არის მორალურად, პოლიტიკურად თუ სამართლებრივად და მე მგონი ადვოკატის სიტყვები, რაც ჩვენ გვესმის, რაც მან ვისაუბრა, ძალიან კარგად ნათლად ასახავს, რომ სინამდვილეში ეს არის განაჩენი სისტემისთვის, ეს არის განაჩენი იმ ადამიანებისთვის, გებუაძისთვის, იმ უღირსებისთვის, რომლებმაც ეს ბოროტება შექმნეს. ასეთი ისტორიას არაერთი ახსოვს სასამართლო პროცესი, გინდათ საბჭოთა კავშირის დროს თუ სხვადასხვა დიქტატურაში, როდესაც სინამდვილეში გმირებს შობენ. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია მზია ამაღლობელს გმირობა არა, უბრალოდ ქვეყნის მსახურება უნდა და ძალიან ცუდია, რომ მისი ჯანმრთელობის ფასად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის მართლა სიმართლის მომენტი. მე პირადად მინდა განმარტო, რომ ჩვენი კოალიციის პარტიის წევრები იქ არიან, მაგრამ მე მაქვს პრინციპი, რომ არ დავდივარ სასამართლოში არც ერთ ხდომაზე, არც ჩემსაზე, არც ჩემი ნათესავების, არც საერთოდ და ამიტომ არა ვარ იქ, თორე რა თქმა უნდა დღეს ყველას ადგილი არის იქ და უამრავი ადამიანია მათ შორის თბილისიდან ჩასული, იმიტომ რომ ყველას ესმის, სად არის სიმართლე, სად არის მორალი, სად არის ისტორია, სად არის ზოგადად არ ვიცი, ქართველობა თუნდაც ამ სიტყვას ხშირად ხმარობენ ხოლმე. წარმოუდგენელია ლოყებაწითლებული გებუაძე ვერ იქნება საქართველოს, ვერ იქნება საქართველოს სახე და ის მე დარწმუნებული ვარ სირცხვილით, მაგრამ მარტო ეხლა
დაიწוება ყოველთვის. თავარია მზიას უსურვოთ გამძლეობა, მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული კარგი მოლოდინი არ მოვახდინოთ სისტემის იმგვარი დემონტაჟი, პოლიტიკური დევნა, ასეთი სამარცხვინო მოვლენები ზოგადად ჩვენ ქვეყანაში არასდროს აღარ მოხდეს, იმიტომ რომ ეს ტრავმებია, რომელსაც ყველა საზოგადოება იღებს. როცა ესეთი რაღაც ხდება, ყველა ითრგუნება, რომ შესაძლებელია, რომ შენ ქვეყანაში ესეთი რაღაც მოხდეს და მე გამძლეობას უსურვებ მზიას, მის ოჯახის წევრებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორიც არის სწორედ ის, რომ ესეთი რაღაცები აღარ მოხდეს. კეთილი. ქალბატონო ერენე, 2 დღის წინ თქვენ გააკეთეთ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება. ყველა მიხვდა ვინ იყო ამ განცხადების ადრესატი. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, თქვენ თქვით, რომ ყველა ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუცია, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი, ან ქოცი და სუსი. 48 საათიც არ გასულა ამ განცხადებიდან და თქვენ წერთ, რომ თქვენი ინიციატივით შეხვდით ლევან ხაბეიშვილს, რომ გქონდათ კომუნიკაცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, რადგან თქვენი და იზიარებთ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უმეტეს ხისტი ფორმებით. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ შეთანხმდით თავდაუსხმელობაზე, თუ შეთანხმდით იმაზე, რომ თუ დაინახავთ, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ბრძოლას აქვს გარკვეული პერსპექტივა, თქვენც მათთან ერთად იქნებით. ქუჩაში ბრძოლას აქვს ყოველდღიური არათუ პერსპექტივა, არამედ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს ამოცანა, რომ ეს ქუჩაში ბრძოლა იყოს ძალიან მწვავე, ძალიან თანმიმდევრული. გვაქვს ამოცანა, რომ ახალი ეტაპი დაიწყოს მათ შორის ამ პროტესტში და მე მგონი ამის ჩემი მოსაზრებით დღემდე ასე რჩება, რომ ეს არის როგორც მინიმუმ სექტემბრიდან მაშინ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის თარიღი არის დაკიდებული 31 აგვისტო, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ და არა მარტო ეს, პოლიტპატიმრების განაჩენები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ამ ნაციონალურ მოძრაობასთან კომუნიკაციის ამ პერიოდს, მე დღემდე ჩემაზე რჩები, რომ ტაქტიკურად მიმაჩნია, რომ რაღაცა ერთი ცვლილების დღის დათქმა არასწორი არის, თუმცა მე გავიაზრე ის საზოგადოებრივი კრიტიკა, რომელიც მათ შორის მე მივიღე, რომ ეს კამათები ჯობია რომ იყოს შიგნით. თუ ფუნდამენტურად რომელიმე პარტია იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა, ლელო თუ სხვა, გადავა წითელ ხაზს და წითელი ხაზი არის რეჟიმთან თანამშრომლობა და ეს წითელი ხაზი ჩემი კი არ არის პერსონალური და ეგოისტური, არამედ ბრძოლის წითელი ხაზია, იმიტომ რომ არ თანამშრომლობა არის პრინციპი ბრძოლის, თუ ვინმე ამ ხაზს გადავა, ბუნებრივია მაშინ ვერანაირად ჩვენი პარტნიორი ვერ იქნება. რაც შეეხება ჩემი აზრით ტაქტიკურად არასწორ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამაზე ჩვენ შიგნით უნდა შევძლოთ მოგვარება, შიგნით უნდა შევძლოთ დალაპარაკება, არ ვიცი ეს ლევან ხაბეიშვილს შეეხება მე თუ ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციაში, საზოგადოებას არ უნდა მოვახვიოთ ეს თავს. სწორედ ეს იყო ჩემი мотиваცია, მე გავიაზრე, რომ ანუ თქვენ ამბობთ, რომ შეცდომა იყო თქვენი მხრიდან ის განცხადება, რომელიც მე წავიკითხე, რომ ვინც წინასწარ მე მიმაჩნია, რომ მე იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ 4-ში ჩვენ გვჭირდება, ანუ 4-მდეც უნდა ვიბრძოლოთ, 4-მდე ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს და არ მიმაჩნია, რომ ერთი თარიღი რაღაცა შეიძლება დათქვა, რომელშიც რაღაცას უცებ იძახი წინასწარ რომ მოახდენ. ჩვენ ვარ ძალიან პრინციპულ თანმიმდევრულ ბრძოლაში, ამასთანავე ის კრიტიკა, ანუ მე მივხვდი, რომ საზოგადოების დაკვეთა არის შეთანხმდით, თუ ხართ პრინციპულად ერთ პოზიციაზე შეთანხმდით და ისე ილაპარაკეთ. ეხლა ამ შეთანხმების არ შეთანხმების მიზეზი რა არის, რამ დამაწერინა და ასე შემდეგ, სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებას ეს არ აინტერესებს, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ბუნებრივია მე უმიზეზოდ ეს პოსტი არ დამიწერია, მაგრამ საზოგადოებრივი დაკვეთა, რომ კეთილი ინებეთ და დასხედით და ტაქტიკაზე შეთანხმდით, მე მივიღე ვაღიარე, ბოდიშის მოუხადე საზოგადოებას, რომ ამ ტაქტიკაზე საჯაროდ მომიწია საუბარი, არასწორია, ეს არის ბუნებრივი ურთიერთობა, ზოგადად გინდა ამორჩეველი იყოს, გინდა არა, იმ ხალხთან, რომელიც ასეთ ბრძოლაშია. რომ რა დაკვეთა, რასაც შენ გიკვეთა, ანუ პროსტორად არის რაღაც პრინციპული საკითხები, რომელიც აუცილებლად პრინციპულად უნდა დაიცვა, რომ არ მოწონდეს ხალხს, მაგრამ
არის რაღაც ფორმები, სადაც რომელსაც კარნახობს საზოგადოება და მე აბსოლუტურად ღია ვარ იმისთვის, რომ მათ შორის ჩემი შეცდომებით ვაღიარო. კი ბატონო, აი შეთანხმება ახსენეთ ხომ? და ამ ფონზე არ ვიცი, ალბათ თქვენ როდესაც ხვდებოდით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ დროს გამოქვეყნდა თქვენი თანაგუნდელის ნიკა გვარამიას წერილი, რომელიც ამბობს, რომ ბატონ პაატასაც, ხაბესაც მათი პატივისცემის მიუხედავად ნებისმიერი თარიღის ბოლო ვადად გამოცხადება ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავსო, ეს არ კატეგორიულად არასწორი მგონიაო, ამბობს გვარამია საპატიმროდან. აი ასეთი განწყობების ფონზე რაზე წარმოგიდგენიათ შეთანხმება იმ ასე ვთქვათ ფრთასთან ოპოზიციურ იმ ფრთასთან, რომელიც აანონსებს, რომ ჩვენ გავდივართ 4-ში და თუ გინდათ და ხართ ამ ბრძოლაში შემოგვიერთდით თუ არა და პირდაპირ ამბობს ხაბეშვილი ჩამოყალიბდით რა გინდათ პოლიტიკაშიო. ხო, მე მგონი ნიკას სტატუსის სულისკვეთებაც იყო სწორედ ეს, რომ მან ძალიან კორექტულად და ძალიან სწორად დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს ულტიმატუმებით არ უნდა ვესაუბროთ, არავინ, არც ხაბეიშვილმა უნდა ვინმეს უთხრას, რომ ჩამოყალიბდი და მე იმოქმედე, არც მე არ უნდა ვთქვათ, უნდა ტაქტიკაზე ვეცადო შევთანხმდე, მაგრამ მაგაზე არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ფუნდამენტში ვართ ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულები, რომ ამ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა არის ბრძოლის სტრატეგია. რადგან ამ სტრატეგიაზე ჩამოყალიბებულები ვართ, მიუხედავად იმისა, ერთმანეთი მოგწონს თუ არ მოგწონს, რა ფორმები გვაქვს ურთიერთობის, რა ისტორია გვაქვს ურთიერთობის, უნდა შევძლოთ, ამას ქვია გადაბიჯება შენ თავზე და ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება, უნდა კომფორტის ზონიდან გასვლა, ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე და თუ სტრატეგიაზე თანხმდები, დანარჩენზე უნდა შეძლო, რომ ტაქტიკურად მოილაპარაკო და ისე იმოქმედო და საზოგადოება არ შეაწუხო ამითი. მე 4-ზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მე 4 არ მიმაჩნია არანაირ თარიღად, იმიტომ რომ ეს არის ოცნების მიერ შექმნილი ხელოვნური თარიღი. ამასთანავე ხა არ გადის ქვეყნის ბედი 4-ში, ანუ არ არის აქ ლაპარაკი, 4-ში არავინ ქუჩაში არ უნდა გავიდეს. და რა თქმა უნდა, დანიშნულ 4-შიც ყველა გავა ქუჩაში, მაგრამ მე ვერ მოვიტყუებ თავს და ვერც ვერავის მოვატყუებ, რომ 4-ში მთავრდება ან იწყება რამე. დღეს დაწყებულია 250 დღე დაწყებულია, გრძელდება, ახალი ეტაპი გჭირდება, მე მგონია რომ ეს ეტაპი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი რომ 4-მდეც კი მოვაგვაროთ ეს და თუ არა და რა თქმა უნდა 4-შიც ვიქნებით ქუჩაში, ოღონდ არასდროს არც ერთ ეტაპზე მე არ ვარ მომხრე რომ რაღაცა ხმამაღალი წინასწარი განცხადებები გავაკეთოთ, რომელი აქცია ზუსტად რა შედეგით დასრულდა. ხო, აი რასაც ვხედავთ ხომ მთელი ამ საპროტესტო პროცესის განმავლობაში. მანამდეც იყო ამის გამოვლინება, მაგრამ ახლა უფრო თვალსაჩინოდ და მწვავედ ჩანს. ერთ-ერთი სისუსტე, რაც ახასიათებს ოპოზიციას, ეს არის შეუთანხმებლობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. არა და გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძეც საპატიმროდან დაეთანხმა საკუთარი წერილის სულისკვეთებით, ფაქტობრივად მზა ფორმულა გამოგიგზავნათ განსახილვად ოპოზიციას, თუ როგორ შეიძლება მარტივად შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დღესაც თქვა, რომ აი 4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებითო. აი თქვენ როგორც ელენე ხოშტარიამ შეგიძლიათ მითხრათ, რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი იმ გეგმაში, რომელსაც გიორგი ვაშაძე გთავაზობთ? არა, არაფერი გიორგი ვაშაძის გეგმაში არათუ მიუღებელი არ არის, ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ, უბრალოდ მე მგონია, რომ ჩამოწერილი პუნქტები, რომ აი როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობით, უმცირესობით, ანუ ეს არ არის გამოსავალი. აქ არის ცოცხალი ურთიერთობები, სადაც სამწუხაროდ არის ბევრი ფაქტორი ამ ცოცხალ ურთიერთობებში, ბევრი ისტორია, ბევრი დამოკიდებულება, რომელიც მოქმედებს ხოლმე. ასევე არის შეცდომები, რომელსაც ყველა ვუშვებთ, ჩემი აზრით ვუშვებს, ხან ნაციონალური მოძრაობა, ხან ჩვენ, ხან სხვა და ამ შეცდომების მიმართ ჩვენ თუ გვექნება დამოკიდებულება, რომ ვეძებთ გამოსავალს და არა დიახ, მე მგონი დავბრუნდი. კი ბატონო, კი, დაბრუნდით ამასობაში. ამ შეცდომების მიმართ ხო ზოგადად გულისხმობ. ამ ყველაფრის მიმართ ჩვენ თუ გვექნება დამოკიდებულება, რომ მიზანი არის ბევრად უფრო დიდი ვიდრე ჩვენი თავები და ჩვენი კონკრეტული ხედვა შეიძლება რაღაც მომენტში
კონკრეტული ტაქტიკური ხედვა, მე მგონია რომ ყოველთვის ვიპოვეთ საერთო წერტილებს. გიორგის გეგმაში მე გიორგის სულისკვეთებას ვიზიარებ, ამასთანავე არის მთელი რიგი პუნქტები, რომელიც მგონია რომ არ არის საკმარის პრობლემების მოსაგვარებლად. ხო, აპირებთ კონსულტაციები დაიწყოთ ამ გეგმის ირგვლივ, ანუ ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რასაც ვაშაძე საუბრობდა, რომ ერთი ბრენდი, ერთი ნომერი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ ვცდით დაკავშირებას, ხშირად წყდება ინტერნეტ კავშირი ელენე ხოშტარიასთან, დაგვიბრუნდა ისევ. ქაუტონ ელენე, გეკითხებოდით იმის თაობაზე, რომ აპირებთ თუ არა დაიწყოთ იმ 8 ოპოზიციურ პარტიას შორის კონსულტაციები კონკრეტულად იმ, ასე ვთქვათ, შეთავაზებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ერთი ბრენდის ქვეშ, ერთი პოლიტიკური ძალით გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. აი, ეს არის, ასე ვთქვათ, ძირითადი ფორმულა, რასაც ვაშაძე გთავაზობ. ბევრი იდეა ჰქონდა გიორგის, მე მასთან მოწერა ამ თემაზე. მე მგონია, რომ ამ ჩვენ ერთიანობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ეს არის არა გაერთიანება ბრენდით და ამაში არ ვეთანხმები გიორგის და მანაც იცის ეს მასაც მივწერე, ოღონდ ეს არ არის არაფერი გადაულახავი შეუთანხმებლობა. აქ არ არის ბრენდებში და რაღაც ერთი სახელის დარქმევაში ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად საქმე. აქ არის ლაპარაკი სტრატეგიაზე ვთანხმდებით თუ არა და ვართ თუ არა ერთმანეთთან კოორდინაციაში. ერთმანეთს ვებრძვით თუ ერთი მიზნისკენ, თუნდაც განსხვავებული რაღაცა დამოკიდებულებებით, მაგრამ ერთი მიზნისკენ მივდივართ. გაერთიანება 8 პარტიის არის გაერთიანება ხელისუფლების როგორც ჩანს ძალიან გაუმართავია ინტერნეტ კავშირი, კი ბატონო, ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში მაყურებელს. ქაუტონ ელენე, თუ დაგვიბრუნდით, გავაგრძელოთ საუბარი, ძალიან საინტერესოა, რა მიწერეთ გიორგი ვაშაძეს კონკრეტულად, რაში არ ეთანხმებით, რა არ მოგწონთ მის მიერ შემოთავაზებული გამარჯვების ფორმულიდან. მეც გიორგიც, ზურაც, ნიკაც, გარეთყოფების ყველა ვჯელობთ ოპტიმალურ ფორმაზე, როგორ ვითანამშრომლობთ, ისე რომ ასეთი განსხვავებული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური პარტიები მიზნისკენ წინ როგორ წავიდეთ. ეს არის ცოცხალი მსჯელობა, რომელიც არის ძალიან ჯანსაღი. ძალიან კარგია ის კოალიციური ფორმა ურთიერთობის, რომელიც ჩვენ შევქმენით, ის რომ 8 პარტია ერთად ახერხებს მიუხედავად ხან კონფლიქტებისა, ხან შეცდომებისა, ხან ტაქტიკური სხვადასხვა შეხედულებებისა და განსხვავებებისა, რომელიც უნდა არსებობდეს, 8 პარტია მუშაობს ერთად. ეხლა როგორ ვიმსჯელო რა ფორმით შეიძლება ეს მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს, ამაზე ჩვენ ყოველდღიურად ვჯელობთ. გიორგი ახლა ციხეშია და აქვეყნებს ამ პოსტებს და რა ბუნებრივია საჯაროთაც ამაზე ვსაუბრობ, თუმცა სანამ გამოაქვეყნებს ისედაც ვსაუბრობ. ვჯელობთ, ასე ვსაუბრობ შეიძლება, იმიტომ რომ ვინც ციხეში არ არის, იმას და პირადად ვსაუბრობ, ხო? ამიტომ ამაზე ვჯელობა სულ არის. ყველაზე მთავარია, რომ ღერძი ჩვენი თანამშრომლობის არის არა ერთმანეთის მოწონება თუ არ მოწონება, არა ერთმანეთის ეგოები, არამედ სისტემასთან არ თანამშრომლობა და სისტემის დემონტაჟი, სისტემის რყევა და საერთო წინააღმდეგობა. ამაზე ვართ პრინციპულად შეთანხმებულები. ფორმებზე მე ხან ვიკამათებთ, ხან ვიმსჯელებთ, რაღაცაში დავეთანხმებით, რაღაცაში არა. სალომე ზურაბიშვილი არის ჩართული რამენაირად ამ პროცესში? ხო, სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია ჩემი აზრით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე როგორც ინსტიტუტი, რომელიც არ დანებდა სისტემას, არ გაწყდა სისტემასთან, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში რდიანის, მას რაიმე ფორმალურია, ასე ვთქვათ, და ეს არც არის ფორმალური ფორმატი, მაგრამ ის არ მონაწილეობს როგორც აი ამ რვიანში, როგორც ერთ-ერთი აქტორი, თუმცა ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც საკუთარი გამბედაობით, საკუთარი მოქმედებებით ქვეყნის აი ამ დიქტატურისგან დახსნისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. დღეს ის ამ წუთებში არის ძიამაღლობელთან პროცესზე, როდესაც საჭიროა ის არის ტრამპთან ინაუგურაციაზე, როდესაც საჭიროა ის არის მაკრონთან, როდესაც საჭიროა ის არის აქციაზე და არის რუსთაველზე, ამიტომ მე ძალიან ვაფასებ მის როლს და შიდა პოლიტიკურ პროცესში მისი აქტიური ჩართულობა წარმოგიდგენიათ?
პოლიტიკური პროცესია მასთან კონსულტაცია, პოლიტიკური პროცესია მისი აქციაზე ყოფნა, პოლიტიკური პროცესია მისი ზიასთან ყოფნა, პოლიტიკური პროცესია მისი კომუნიკაცია ბრიტანეთის მაგრამ არა მისი როგორც პოლიტიკური ლიდერის წარმოჩენა, თუნდაც რაღაცა ოპოზიციური გაერთიანების, ანუ რა ფორმატის იქნება, არ ვიცით, მაგრამ ამ როლს მისას ხედავთ, როგორც პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციური. მე არ ქალბატონ სალომეს და პრეზიდენტს არასდროს და ეს არის მისი პლუსი, არასდროს არ გამოულენია მიდრეკილება, რომ რაღაცის თავი იყოს და აი მე ახლა უნდა მერქვას ეს. ყველას უნდა საქმის კეთება, ყველას უნდა სისტემასთან ბრძოლა. ამ სისტემასთან ბრძოლაში ვინ რა როლს იპოვის და სახელებს არქმევს საზოგადოება. ჩვენ კი არ ვირქმევთ ლიდერების ან რაღაცა გმირების სახელებს. სახელებს არქმევს საზოგადოება, ისტორია და მოქმედებები. სალომე ზურაბიშვილი მე ამიტომაც ვაფასებ, რომ ის სახელისთვის კი არ იბრძვის. მას შეეძლო ძალიან კომფორტულად წასულიყო და დღეს არ ვიცი, საფრანგეთში ყოფილიყო, ან თუნდაც აქ ბიძინევანი შულთან დაალაგებული ყოფილიყო, ისევე როგორც ყველა სხვა, მან ეს არ გააკეთა და მე ადამიანურად, მორალურად და პოლიტიკურად ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. ასევე პოლიტიკურად ვუფრთხილდები მის პოტენციალს, რომელიც ადგება ამ ქვეყანას. ამიტომ სახელების დარქმევას თავი დავანებოთ, ყველამ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ, თან ინტერნეტ კავშირიც გვიწყობს ამაში ხელს. დავით უსუფაშვილი იყო ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი. თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ აი ამ 8 პარტიასთან ერთად საერთო მიზანი გაქვთ ართანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან. აღარ განმეორდები, ყველამ კარგად იცის, როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა. ხო შეიძლება მან არაერთხელ ახსენა, რომ ვინაიდან და რადგანაც ამ ფლანგსაც და იმ ფლანგსაც ყველას ერთი მიზანი აქვს ხელისუფლების ცვლილება და საქართველოს ევრო ინტეგრაციის კურსის გაგრძელება, თქვენი გზები სადღაც მაინც გადაიკვეთება. ასეთი ხატოვანი ფრაზაც ახსენა, რომ ბოლო სერიაში თქვენ ყველა მაინც ერთად იქნებით, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის კრიტიკა მათი მისამართით, ბრალდებები, რომ მათი ერთადერთი ამოცანა არის სისტემურ ოპოზიციად ქცევა, რადგან შანსები ამ გამარჯვების არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში არის ძალიან მცირე. მან პასუხად მომიგო, რომ ის არ აპირებს და მისი პარტია ბუნებრივია იზიარებს ამ პოლიტიკას ვინმეს თითის გაშვერას, არამედ თქვენ გიწვდით ისევ თანამშრომლობის ხელს. როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას, აი ბოლო პოლიტიკურ სერიაში ერთად ყოფნის? მე მგონი აქ არც პიროვნებებზეა და არც კონკრეტულ რაღაც სახელებზე და გვარებზეა, ხო? აქ არის ლაპარაკი პრინციპზე, როგორ ხედავთ ბრძოლის სტრატეგიას. მე ჩემი არა ნულოვანია ჩემი ინტერესი დავკარგე ანალიზით, რატო გააკეთა ეს ლელომ, ჩემი აზრით დაუშვეს უმძიმესი შეცდომა, გულწრფელად ვამბობ. მიუხედავად ჩემი პიროვნული სიმპათიებისა ცალკეული ადამიანების მიმართ ამ პარტიაში უმძიმესი შეცდომა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რაც ჭირდება ამ რეჟიმს, ეს არის ლეგიტიმაცია. დარწმუნდა მე არავის ვერაფერს ვერ დავაბრალებ, რა არის ამ შეცდომის მიზეზი, წარმოდგენა არ მაქვს, ბევრი შეიძლება იყოს ეს მიზეზი, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეცდომა დაშვებულია და ეს უბრალოდ ახანგრძლივებს და ართულებს ბრძოლას. თორე ხა ლელოზე როგორ შეიძლება დამოკიდებული იყოს ან ელენე ხოშტარიაზე, ან ვინმეზე, ნებისმიერზე ერთზე პოლიტიკური ბრძოლა. უბრალოდ რაც მეტი ადამიანი გადაუხვევს იმ ბრძოლის პრინციპს, რომელიც თანმიმდევრულად აქამდე მათაც ჰქონდათ, ეს არის ართანამშრომლობის პრინციპი, უფრო სამწუხაროა, უფრო ცუდია. თუ ისინი დაბრუნდებიან ართანამშრომლობის რეჟიმზე ყველანაირი რაღაცა მართლა თითის გაშვერის და რაღაცა იმის გარეშე, მაგაზე არ არის ლაპარაკი, ვინ რა შეცდომას აღიარებს, ზოგადად შეცდომის აღიარებაც არ მგონია რომ პრობლემა იყოს, მაგრამ თუ ისინი დაბრუნდებიან ართანამშრომლობის დელეგიტიმაციის ბრძოლის, საერთო ბრძოლის რეჟიმში, მხოლოდ გამიხარდება. რაც უფრო მეტი ადამიანი მოემატება ამ ბრძოლას, მხოლოდ გამიხარდება. დღეს რა პოზიციაზეც არიან, უხვარ, მაგრამ ეს არის უდიდესი შეცდომა. მადლობა ელენე ხოშტარიას, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ეკა ბესელია და ბოლოს ვიქტორ ყიფიანი შემოგვიერთდებიან.
გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს ფაქტობრივად რაც ვნახეთ მთელი ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში საქმის განხილვა რიგ შემთხვევაში აბსურდამდეც კი მიდის ამაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მზია ამაღლობელის ადვოკატმა საქმეში მან მოიშველია არნოლდ ჩიკობავას განმარტებითი ლექსიკონი, სადაც არის ახსნილი და განმარტებული რაც შეიძლება ნიშნავდეს გაშლილი ხელის სახეში დარტყმა. აი ამ დონემდე მიდის, ასე ვთქვათ, განხილვები სასამართლოში. ეს არის ალიყური, სილაქი, გალაწუნება, ლაწანი, შემოლაწუნება, ტყლაშანი, თხლაშანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მძიმე დანაშაული, რითაც არის მზია ამაღლობელის საქმე კვალიფიციური, თავად კი ბატონო, რითაც მიეცა კვალიფიკაცია, ასე ვთქვათ, მზია ამაღლობელის საქმეს. თავად ამ შემთხვევაში დაზარალებული პოლიციელი დგებუაძეც ამბობს, რომ ის არის შეურაცხყოფილი ამ სახეში სილის გარტყმით, მას შეელახა ღირსება, რაზეც ადვოკატი აკეთებს აქცენტს, რომ ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი, ანუ ღირსების შელახვა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მძიმე დანაშაული შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს. ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის თანათავმჯდომარე შემოგვიერთდა. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის თქვენთანაც სწორედ ამ თემით დავიწყებდი დღეს საუბარს თქვენთან როგორც იურისტთან. ჩვენ ვნახეთ ხომ საქმის განხილვა, მოწმეების გამოკითხვა, საქმეში არსებული მასალების განხილვა, მათ შორის ექსპერტის დონეზეც კი თუ რა ასე ვთქვათ ძალის რა სიძლიერის ტკივილი შეეძლო განეცადა დგებუაძეს მზია ამაღლობელის ხელით მიღებული სილისგან. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, დარჩა მოსამართლეს რაიმე მანევრი, რომლითაც შეუძლია იხელმძღვანელოს ამ მანევრს გულისხმობ არ ვიცი მუხლს ჩანაწერს შესაბამის სისხლის სამართლის კოდექსში და მზია ამაღლობელი დატოვოს პატიმრობაში. იმას აღმშვიდობის მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მოსამართლეს არათუ მანევრის საშუალება დარჩა, მოსამართლეს აქვს ყველაზე დიდი არეალი და სივრცე, ხა მართლმსაჯულება გააცოცხლოს და მართლმსაჯულება გაავრცელოს ამ ძალიან გახმაურებულ და უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულ საქმეზე. მოსამართლე არის ხა მთავარი ადამიანი, ვინც უნდა თქვას, რომ ეს არ არის ის დანაშაული, რაც აქვს მზიას წარდგენილი. მე მინდა ვისურვო არა მხოლოდ მზიას თავისუფლება ფიზიკურად, ის მორალურად ისაც თავისუფალია, მინდა ვისურვო სასამართლოს თავისუფლების დემონსტრირება მზიას საქმესთან ერთად. მოსამართლემ ეს უნდა აჩვენოს, რომ ის არის თავისუფალი, ასეთი დიდი წნეხის ქვეშ რომელშიც იმყოფება. იმიტომ რომ დღესაც გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, ხო მოსკის კომენტარი იყო და ეს არის ალბათ მე-100 ან არ ვიცი მე-200 განცხადება, რომელიც მზიას საქმეზე კეთდება, რაც პოლიტიკური ინტერესს ადასტურებს. იმიტომ რომ ესეთ საქმე, რომელიც თავის შინაარსით ვერ უძლებს კრიტიკას, არ არის ბრალდების მტკიცებულება, არც ერთი ქმედება. მოსამართლეს აქვს აბსოლუტური თავისუფლება კონსტიტუციით გვას, რომ მზია ამაღლობელი უნდა გამართლდეს და ამ განაჩენით ის პატივსცემს საკუთარ მოსამართლის მანტიას, საკუთარ პროფესიას, პატივსცემს სამართალს. სხვაგვარად მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ისტორიას დაუტოვოს მოსამართლემ სახელი და გვარი ასეთი ყველაზე დიდი სირცხვილის მატარებელ საქმეზე და მზია იქცა სიმბოლოდ უსამართლოდ განწერული ადამიანების. აი თქვენი კოლეგები ჟურნალისტების მიმართ პირდაპირ ეთერში განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს რო ვიხსენებთ, როგორ ძალადობდნენ ჟურნალისტებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სასიკვდილოდ გამეტებული მაკაჩიხლაძე და ოპერატორი, რომელსაც არაერთი ადამიანი ცემდა. არც კი იგრძნო
ნო პასუხისგებლობა სახელმწიფოს წარმომადგენელმა არც ერთ მოუწყებამ რომ პასუხი მოეთხოვათ ადამიანებისთვის, რომლებიც ღიად ძალადობდნენ და ეს იყო პირდაპირ ანგარიშსწორება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელი შეშლა. და მზიას ქმედებაში ეს დანაშაულის ნიშნები არ არის. ეს გაიგო ყველამ, გაიგო ქვეყნის შიგნით რიგითმა არა იურისტმა ადამიანმა, ქვეყნის გარეთ, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მე არ ვიცი ვინ დარჩა, ვინც არ გამოეხმაურა მზია ამაღლობელი საქმეს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია მოსამართლემ რატო უნდა მოახერხოს საკუთარი თავისუფლებისთვის ბორკილების დადება და საკუთარი თავის სისტემის მძევლად გამოცხადება. ეს იქნება აუხსნელი, ეს იქნება დიდი ტრაგედია თავად მართლმსაჯულებისთვის, ამიტომ მზია საქმე არის ისეთი გამოცდა, სადაც თითქოს ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება. მთელი რეპრესიული სისტემა დგას ახლა მზიას წინააღმდეგ და ეს გაუტეხავი ჟურნალისტი ქალი, რომელიც იმსახურებს ასეთ აქტოვანებას, ასახიერებს ახლა თავის თავში ყველა მოსამართლობას, რაც ხდება სხვა სინდისის პატიმრების საქმეებში. გადახედეთ სხვა საქმეებს, ნახეთ სხვა საქმეებში რა ხდება. ქალბატონეკა, რადგან სხვა თემებზეც მინდა აუცილებლად მოვასწრო თქვენთან საუბარი, დღეს რატომღაც საკმაოდ გართულდა ინტერნეტ კომუნიკაცია რესპონდენტებთან, ამიტომ მინდა დავეშვირო, ვიდრე გაქვს ამის შესაძლებლობა. თქვენ როგორც სალომე ზურაბიშვილთან გასაგები მიზეზების გამო დაახლოებულ ადამიანს მინდა გკითხოთ, აი რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური თვალსაზრისით ის პასიური გახდა. არ გულისხმობ მის განცხადებას იმას, რომ დღეს იმყოფება მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმში. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ კონკრეტულ პოლიტიკურ გზავნილებს და შეფასებებს ოპოზიციაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ სალომე ზურაბიშვილი გარკვეულწილად არის იმედგაცრუებული. იმედგაცრუებული თუნდაც იმით, რომ მის მოწოდებებს, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ოპოზიციას და ეხებოდა წინააღმდეგობის პლატფორმაზე დაბრუნებას, ეხებოდა ერთობლივ ბრძოლის სტრატეგიას და შემდეგ უკვე ქართული ქარტიის პრინციპებისადმი დაბრუნებას, სათანადო გამოხმაურება ოპოზიციის მხრიდან არ მოჰყოლია. შეიძლება თუ არა სწორედ მისი იმედგაცრუებით აიხსნას მისი პასიურობა პოლიტიკური თვალსაზრისით. პირველ რიგში ქალბატონებმა არ ვიტყოდი, რომ პასიური როლი აქვს მას, უბრალოდ ყველა დროს და ყველა პოლიტიკურ ეტაპს აქვს ალბათ შესატყვისი ფორმები და ის ეხმაურება აქტიურად ყველა მოვლენას და ყველა პროცესს, მაგრამ თქვენი კითხვის ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციის შიგნით არსებულ დაპირისპირებას მიემართება, პრეზიდენტის როლი და სალომე ზურაბიშვილის როლი არ არის ხელი შეუწყოს ამ დაპირისპირებას პირიქით. მან უნდა უაროს გვერდი სწორედ იმ პარტიებს შორის კონფლიქტის გაღრმავებას, რომლებიც ახლა ადგილობრივი არჩევნების გამო ერთმანეთს ასე დაუპირისპირდნენ და ეს სრულიად გაუმართლებელი და უმწიფარი თავდასხმები ერთმანეთზე და განსაკუთრებით გამოირჩევა ნაციონალური მოძრაობა თავისი აგრესიით, მისი ცალკეული წევრები ყოველად გაუმართლებელ ფორმებს იყენებენ და ვერც კი იაზრებენ ახლა როგორ ეხმარებიან ქართულ ოცნებას იმით რომ ოპოზიციის მეორე ნაწილს ესხმიან თავს ვინც არჩევნებში მონაწილეობს. ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგია და სხვადასხვა ფორმა არ ნიშნავს იმას რომ როდესაც ერთი მიზნისთვის იბრძვი თუ იბრძვი ერთი მიზნისთვის დაიწყო შიდა ბრძოლები. ამას არიდებს თავს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება და თქვა მისი პოზიცია, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლა ვერ გადაჭრის პრობლემას, მეორეს მხრივ ბოიკოტისთვის რესურსების დახარჯვა არ ღირს, ამიტომ წავიდეთ ქარტიის გზით, ვილაპარაკოთ იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავალი გუნდი, მომავალი მთავრობა, მომავალი. ხო და ამას ვამბობდი, ქალბატონეკა, ბოდიშ გიხდით, ანუ მისი ეს განცხადება დარჩა განცხადებად. ოპოზიციის მხრიდან ამ განცხადებას არათუ სათანადო განხილვა, არათუ შესაბამისი ნაბიჯები, სათანადო განხილვაც კი არ მოჰყოლია. ხო, შეიძლება ეს ასე ჩანს გარედან ემა, მაგრამ
რაც შეეხება შიდა პროცესს, მიმდინარეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ამ იდეაზე მუშაობა პირდაპირ. ეხლა თქვენ სანამ ჩაგერთვებოდით, მათ შორის მასთან შეთანხმებით გქონდა რაღაც შეხვედრა გარკვეულ ჯგუფთან. ესენი არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ქართველები, რომლებიც სხვა სფეროში წარმატებულები და ძალიან აქტიურად ჩართულია ამ ბრძოლის პროცესში, ამ საპროტესტო განწყობის განწყობას ატარებენ. ასეთ ადამიანებთან მას აქვს შეხვედრები და ამიტომ თუ ვინმეს არ მოეწონა ეს იდეა, ან მომავალში არ შეუერთდება ამ იდეას, არა უშავს ყველას აქვს თავისი ბრძოლის გზა და საბოლოოდ გამოჩნდება რა არის მთავარი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს თავისი როლი აქვს და ის ამ როლში განსაკუთრებით ქარტიის რეალიზების პროცესი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არჩევნების შემდგომ რა მოხდება არჩევნებამდე, მათ შორის გარკვეულ ხედვის და კონცეფციის ჩამოყალიბებას ყველა სფეროში რა უნდა შეიცვალოს. ამისთვის მზადებას. ასე რომ აქ არის ჩართული ხალხი, რომელიც საინტერესოა თავისი ბიოგრაფიით, ისტორიით, საქმიანობით, ისინი არიან სწორედ ამ პროტესტის მატარებელი ადამიანები. ანუ როგორ უნდა გავიგოთ, რომ თქვენი პირველი ნათქვამი, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს გვერდი აუაროს და მისი ეს პოზიცია დაპირისპირებას აუაროს გვერდი, ეს იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი აი ამ დაპირისპირებაში, რომელიც სახეზია ოპოზიციურ ფლანგებს შორის, უბრალოდ არ ჩაერევა, ანუ მაკონსოლიდირებელის როლი, რომელსაც მას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მორგებული, ის ამაზე უარს ამბობს და დააკვირდება შორიდან თუ როგორ დაალაგდება თავისთავად ეს პროცესები და პარალელურად სალომე ზურაბიშვილი ხვდება სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეს ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობის პლატფორმაზე მას სხვა, არ ვიცი, პოლიტიკური აქტორები შემოყავს. შეიძლება ესენი არ არიან ჯერ პოლიტიკური მოთამაშეები, მაგრამ აქვთ ამის პოტენციალი. ასე უნდა გავიგოს, სწორად გავიგეთ თქვენი ნათქვამი? ახლოს ხარ ძალიან ჩემს ნათქვამთან. კიდევ უფრო მეტად დავაკონკრეტო, წინააღმდეგობის პლატფორმა ხომ არ არის ჩაკეტილი ორგანიზაცია, ის გახსნილია. აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ჯგუფს ემა, რომ ამ პლატფორმის ნაწილი იყვნენ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თუ იდეას თუ ხედვას არ გაყვება რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს მათი არჩევანია, ხო ის ხო ვერ დაიწყებს მათზე რაღაცა ზემოქმედების მოხდენას, გარდა იმისა, რომ უნდა აუხსნას თუ ესაუბრება და თავის მოსაზრებას უზიარებს. ამიტომ მან თქვა ძალიან ნათლად სხვათა შორის აი ბოლო როდესაც საუბრობდა სამ საკითხზე მისი მომავლის გზავნილების, რომ ერთ-ერთი ამ მიდან არის წინააღმდეგობის პლატფორმის გაძლიერება ახალი ძალებით. აქ იგულისხმებიან სწორედ ადამიანები თავიანთი ხედვით და თავიანთი ახალი ენერგიით და ასე შემდეგ. ამიტომაც პარტიები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ახლა თვითორგანიზებას, ხო, ბოიკოტის მომხრეები და არჩევნების მომხრეები. აქ ძალიან ფრთხილად არის გასავლელი გზა და სწორედ როლი სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ცდილობს ის გაერთიანოს, რაც გასაერთიანებელი, ახლა ყველაფერი ვერ გაერთიანდება და შეიძლება ყველაფერი არც გაზავდება. არიან ადამიანები, რომლებიც არც არის სასურველი შეიძლება, ხო, მათი წარსულის ძიმე საქმიანობიდან გამომდინარე, იყოს ისეთ ტიპის მოძრაობაში თუ პლატფორმაში, რომელიც მომავლის სახე უნდა იყოს ქვეყნის. ბრძოლაში ყველას აქვს ჯარისკაცის როლში ყოფნის უფლება, ახლა ვისაც უნდა რა ფორმით უნდა გამოხატოს თავისი ესე ვთქვათ როლი და პოზიცია, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, აი მომავალი საქართველო, ხვალინდელი დღე, არჩევნები რო დაინიშნება და ცვლილებები რო მოხდება, შემდგომ რა ხდება ამ კითხვაზე, რომ პასუხი მოქალაქეებს ჰქონდეთ, დღეს უნდა დაინახონ და დღეს რომ დაინახონ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც იქნებიან ხვალ სხვა მიმართულების თუ რეფორმის ლიდერები. ქალბატონეკა, ბოლოს დაგაკონკრეტებინებთ რა, მე წინა თქვენი სტუმრობისას კითხეთ, მაგრამ ძალიან ზოგადი პასუხი გამეცით. აი ახლა ვფიქრობ, რომ შესაძლებელია უკვე მომწიფდა ვითარება იმისთვის, რომ უფრო კონკრეტულად მიპასუხოთ. ანუ სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის, რომლის პოლიტიკურ ლიდერად შეიძლება მოგვევლინოს და მისი მიზნები უკავშირდება სწორედ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, არა, ასე არ არის? ამ კითხვაში რამდენიმე
ნაწილია მიზნები საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელიც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი და კონსტიტუციური გზა ცვლილების. მაგრამ არაერთი პარტიის შექმნა, არ არის საჭირო არანაირი პარტიის შექმნა, იმიტომ რომ ბევრი პარტია ისედაც რომელიც შეიძლება რომ გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი. საუბარია უფრო დიდი ტიპის აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის გაფართოებაზე, სადაც ახალი და საინტერესო და საჭირო ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან და მეტად გამოვკვეთოთ მომავალი კონტურები და ვინახოთ და ადამიანებს დავანახოთ. აი რეფორმები სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, უშიშროებაში, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, ხელოვნებაში, რომელიც უნდა გატარდეს. გასაგებია, მაგრამ რა განაცხადი უნდა გქონდეს აი ამ დიდ პოლიტიკურ პლატფორმას, ან სალომე ზურაბიშვილს რა როლი ექნება გარდა იმისა, რომ ახლა დაორგანიზებს აი ასეთი ფორმაციის პოლიტიკური, არ ვიცი, ეს არის ინსტრუმენტის შექმნას. ხო, მისი როლი არის გამოკვეთილი, სადაც ბუნებრივად მას აქვს ეს ლიდერის და თავისი გამოცდილების და საერთაშორისო აღიარებული თავისი ლეგიტიმაციის მატარებელი ლიდერის ფუნქცია. რაც შეეხება პლატფორმის ფორმატი არის თავისუფალი, გახსნილი, სეპარტიული და კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვინც უნდა იყოს მათთვის აქ სამუშაო სივრცისთვის, ეს არის მზადება მომავლისთვის, ეს არის მზადება იმისთვის, რომ ყველაფერზე კონდეს ნაფიქრი წინასწარ და ყველაფრისთვის ვიყოთ მზად. აი შემიძლია გითხრათ და ამაზე უფრო მეტად დაწვრილმანება და კონკრეტება ეხა ამ ეტაპზე არ შემიძლია, იმიტომ რომ მუშა პროცესია და ეხა ძალიან რთული ეტაპია, ალბათ ოქტომბრამდე აი ეს პროცესები არჩევნებამდე არჩევნებია კარგად ხედავთ, მაგრამ რაც არის ეს არის, იქამდე იქნება ეს გარკვეული, ესე ვთქვათ, ასეთი ეტაპი, როგორიც არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერ დროს ცვლილებებისთვის. ამიტომ არის საჭირო ეს სამუშაო პროცესი, ახლა რომელიც მიმდინარეობს. მადლობა ეკაბესელიას, მართლმსაჯულების სახლის თანათავმჯდომარეს უსმენდით, ვიქტორ ყიფიანი, ჯეოკეისის თავმჯდომარე შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. რთულია ეკაბესელიას არ დაეთანხმო, რომ კი ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ აი თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ სწორედ არჩევნებამდე, არჩევნების შემდგომი ეტაპი ძალიან ბევრ რამეს გამოიტანს სააშკარაოზე და აი შემდეგ უკვე გამოჩნდება ვინ არის უფრო მასშტაბური ცვლილებებისთვის მზად და ვინ არა. ეხლა მომენტისათვის ალბათ ასეთი მოლოდინის პარი წინაპირობა და საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გუში ვნახეთ ქართული ოცნების მხრიდან მერობის კანდიდატის წარდგენა. კი ბატონო. ასევე ვაკვირდებით რა ხდება ოპოზიციურ სპექტრში და ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ ეგეთი პერიოდი ბრეჟნევის დროს იყო უძრაობის. აი ჩვენ რო შევხედოთ ახლა პოლიტიკურ სპექტრს ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, ახლა არის ესეთი უძრაობის. გაჩერდა ყველაფერი, გაჩერდა, არანაირი მოძრაობა არ არის არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან და ჩვენ მოძრაობა რაში გვჭირდება? ჩვენ მოძრაობა მარტო იმაში კი არ გვჭირდება, რომ ინტრიგა წამოვიდე და სკანდალი. არამედ მოძრაობა იყოს განვითარების წესრიგის, მოდერნიზაციის, ამას ხშირად ვიმეორებ. არა, დღეს ახლა ეს ერთხელ გამოვიყენე ასეთი ტერმინი კადრი გაშიშებული არის და ეხლა უძრაობა ამას. მაგრამ ამდენად ალბათ ასეთ მოკლე მონაკვეთში ალბათ რამე ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო განცხადება გავაკეთოთ, რომ დიახ უნდა ველოდოთ რამე საფუძველი უნდა გქონდეს, თუმცა ქართული პოლიტიკა, ქართული რეალობა, რეგიონი მათ შორის და ზოგადად შიდა და საგარეო პოლიტიკა იმგვარად უცნაური რამ არის, რომ ცნობილი ნაწარმოების არ იყოს, საიდან შემოფრინდება შავი გედი და არებს ამ იმას კადრს მოიყვანს მოძრაობაში, რა თქმა უნდა, ამ ხრივ არც ქართული ოცნება არ შეიძლება მშვიდად იყოს, რომ მას გარანტირებული აქვს უღრუბლო მომავალი და ალბათ ოპოზიციურ სპექტრსაც ამ ხრივ შეიძლება რაიმე ეშვებს. ხო, ამ შემთხვევაში არ ვიცი, რატომ სრული გამიჩნდა, რომ ოპოზიციის საერთო ოპოზიციური ფლანგის ადვოკატირება გავწიო. აი უძრაობას ჩვენ უნდა გავწიოთ ვინაიდან როგორც იცი ბოლოს სტუმარი ვარ საერთოდ სეზონის, ამიტომ რაღაც ოპტიმიზმი უნდა დავტოვოთ. კი, ბოლოს სტუმარი ხარ ნამდვილად. აი შეგეკამათებოდით იგივე მათი არგუმენტებით, რომ აი როგორ უწოდებთ უძრაობას, აი განსაკუთრებით იმას, რომ ოპოზიციაზე ორი ფლანგის ნაცვლად ახლა გვაქვს 3 გამოკვეთილი და 4 პოტენციური ფლანგი და დავკონკრეტდები ვის გულისხმობ. ერთ ფლანგს გულისხმობ გახარია ლელოს, რომლებიც აგერ არჩევნებში მონაწილეობენ და კანდიდატზე ვერ შეთანხმებულან
იმ ეტაპზე არიან უკვე საარჩევნო სამზადისის მისული. მეორე გულისხმობ იმ 8 ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და აქვთ გეგმები 2 აგვისტოსთვის, აქვთ გეგმები წინააღმდეგობის ჯგუფების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რეგიონებში, რომლებიც ივლიან კარდა ხალხს და არწმუნებენ, რომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და არჩევნებზე არ მივიდნენ. აგერ ბატონო პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი, რომლებიც კონკრეტულ გამარჯვების თარიღს ასახელებენ 4 ოქტომბერს 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც უნდა ეროვნული მთავრობა აირჩიონ და უკვე ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში გააგზავნონ მინისტრთა კაბინეტის წევრები და კიდევ ერთ ფლანგს გამოვყოფდი ამ შემთხვევაში ციხეში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ვისაც კონკრეტული გეგმა აქვს, რომ რაღაცა საერთო ოპოზიციური ფრონტი უნდა შედგეს სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. აი ამას უწოდებთ უძრაობას? კი, თქვენ აი ამ კითხვაში არაჩვეულებრივად ანატომიურად ჩამოაყალიბეთ და დიაგნოზი დაუსვით ქართულ ოპოზიციასთან. ახლა ჩვენ გააჩნია მოძრაობას როგორ განსაზღვრავთ და აქტივობას. დიახ, აქტივობა ოპოზიციას არ აკლია, მაგრამ ეს აქტივობა არის იმ დახსახსულობის პირობებში, რაც მას დღეს გამოარჩევს. აი რამდენი მიმართულება ჩამოთვალეთ, ახლა ვითვლიდი და შუაში დამებნა კიდევაც თვლა. და ბოლოში რო გახვედით, უკვე არ ვიცოდი რამდენი ფლანგი, რამდენი ცენტრი, რამდენი ინიციატივა თან იმაზე გამეღიმა ახლა ხო ხელისუფლების სვლა არასერიოზულად თქვენ თავად თქვით რომ მე არ გავაკეთებდი ახლა ხელისუფლების სვლაზე საერთოდ არასერიოზულად მიგაჩნიათ რომ რაღაცა ყრილობა მოეწყობა 4 ოქტომბერს 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და ტელეფონებით მოხდება მინისტრთა კაბინეტის არჩევა. იცით ახლა არ მინდა საწყენად თქვა რომელიმე კონკრეტული პიროვნების მისამართით ვინც აი ინიციატივას სათავეში უდგას, მაგრამ ძალაუნებურად ხიმილი ვერ შევიკავე, იმიტომ რომ ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები ანონსდებოდეს არათუ კონკრეტულ დღეს, არამედ საათიც ვიცოდეთ უკვე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა პოლიტიკამ ისეთ პოლიტიკურმა აზრმა ისეთ სიმაღლეს მიაღწია ან სიღრმეს, რომ იმის იქეთ ალბათ აღარაფერი არ დარჩა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა მე მოძრაობაში და შედეგში, მოძრაობაში და აქტივობაში გულისხმობ შედეგზე მიმართულს, რომელიც კონსოლიდირებას, მობილიზებას უწევს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მათ შორის და ეხლა ჩემი აზრით ის აქტივობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის უბრალოდ აი ხმაური ჭიქაში, ქარიშხალი ჭიქაში და ქალბატონოებმა არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავაკნინო არც ერთის გულსπელობა, გახარჯული რესურსი, ემოცია, ჯანმრთელობა მათ შორის, მაგრამ ასე შედეგი არ მიიღწევა. ასე შედეგი მათ შორის იმიტომაც არ მიიღწევა, რომ თუნდაც ის სურათი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ბატონი კალაძის ადგენა მერობის კანდიდატად და აუდიტორია. ეხლა ჩვენ აუდიტორიის მიმართ შეიძლება გქონდეს განსხვავებული წარმოდგენა, ვიღაცა გაღიზიანებას იწოდეს ჩვენში ვიღაცა მიუღებლობას, მაგრამ მთლიანად ის ადამიანების ჯგუფი, რომელიც იქ იყო თავმოყრილი, მე ამას ერთ სახელს ვუწოდებ რესურსი. ეს რესურსი დღეს, რომელიც ურთიერთდაკავშირებული არის ზოგან სარგებლით, ზოგან კომპრომატით, ზოგან ხათრით, ზოგან დაშინებით, იმდენად შთამბეჭდავია, რომ არა იმ შავი გედის ფაქტორი, ამის მორევა ასეთი აქტივობებით, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ, სადაც მარგი ქმედების კოეფიციენტი ნაკლებად არის გამოკვეთილი, მე ამიტომ ფრთხილი ოპტიმიზმით, რომ არავერი ვთქვათ, სკეპტიციზმზე ვუდგები. სხვაჩვენს მეც გამომრჩა, ანუ შემეძლო მაგალითად ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთ მიმართულებად დამესახელებინა ის აქტივობა, რომელსაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ეკაბესელიასგან მოვისმინეთ, რომ რადგან წინააღმდეგობის პლატფორმაზე დაბრუნების მოწოდება არ ისმინა იმ ოპოზიციამ, ვისგანაც თავის დროს ჩამოყალიბდა ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, ახლა ის განიხილავს კონკრეტული საზოგადოებრივი, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მიწვევას. აი ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ, რომელმაც უნდა მოამზადოს საზოგადოება უკვე ძირეული ცვლილებებისთვის, ამაში გულისხმობდა საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში შევეხეთ ამ საკითხს, რომელიც ქალბატონის სალომეს ხვალინდელ პოლიტიკურ მომავალს უკავშირდებოდა. მე მაშინ გამოთქვი ესეთი აზრი, რომ ალბათ დრო არის, რომ ის ჩაეხსნა ცუდად დისტანცირდეს უკვე არსებული ოპოზიციური პარტიებისგან, თუმცა ფიქრობდი, რომ
დრო იყო მას საკუთარი საყრდენი პოლიტიკური ძალა შეექმნა, მაგრამ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, მე ბოლომდე ვერ მოусმინე ქალბატონ ეგას, რა თუ შუალედური ნაბიჯი არის უკვე საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის დაჭერა, რომლებიც პრინციპში ავანგარდში არიან ამ წინააღმდეგობის მოძრაობის და ძირითადი ტვირთი, მათ შორის რეპუტაციული, მორალური, მათ აქვთ თავიანთ მხრებზე ნაზიდი, ალბათ ეს შეიძლება იმ საჭირო შუალედურ ნაბიჯად ჩაითვალოს, მანამ სანამ მისი გაფორმება მოხდება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფად თუ პარტიად. თუმცა მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ სალომე ზურაბიშვილი დისტანცირდა, როგორც თქვენ გამოთქვამდით ამის სურვილს, არამედ თვითონ ის წინააღმდეგობის პლატფორმის და თავის დროზე ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები დისტანცირდნენ სალომე ზურაბიშვილისგან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მე იმდენად დიდი ხათრი მაქვს ქალბატონის სალომესი და იმოდენად დიდი პატივისცემა, რომ მინდა რომ მას დაუტოვოს დისტანცირების უფლება და არასხვებს მისგან დისტანცირების. ამიტომაც ყოველთვის მას უტოვებ ამ არჩევანის საშუალებას, რომ მან მოახდინოს დისტანცირება და არასხვებმა ჩათვალონ მისი პერსონა, მისი პოლიტიკური რენომე არასაკმარისად და მათ მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. რადგან ასე მაღალია თქვენი მისდამი ხათრი და პატივისცემა, თანაც თუ გავიხსენებთ ამ მიმდინარე სატელევიზიო სეზონის დროს ერთ-ერთი როგორც თქვა სკანდალური თემა იყო წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც განიხილებოდა ტექნიკური მინისტრთა კაბინეტი, თქვენი როგორც პრემიერობის კანდიდატის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ვარიანტად განხილვის შესაძლებლობა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე. მოკლედ დავამოკლებ რა სათქმელს და პირდაპირ კითხავთ, თქვენს თავსაც ხომ არ ხედავთ იმ პლატფორმაზე, რომლის შექმნითაც ახლა სალომე ზურაბიშვილი არის დაკავებული? რევერანსის გარეშე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება მე ამაზე მეტი მორიდებული პასუხი გაგცეთ. წლების განმავლობაში ჩვენ როგორც ანალიტიკური ცენტრი, მე პირადად ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ. ეს არ არის მხოლოდ ეთერებში მსჯელობის გამართვა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენს პუბლიკაციებში და ნაწერებში, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატებთან, ან სხვადასხვა სეგმენტებთან სამუშაოს და ძალიან აქტიური სამუშაოს წარმოება. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მე ხშირად მithქვამს, უნდა მოეძებნოს ის საერთო და საჭირო ჭურჭელი, სადაც მიემართება, რომლისკენაც მიემართება ყველა ეს ძალისხმევა, რესურსი თუ ემოცია. ამდენად თავისთავად ცხადია, ახლა მე იცით ახლა არც ზედრამატიზება მინდა პასუხი, საკუთარი ქვეყნის სამსახური. ეს პოლიტიკური განაცხადია, ახლა თქვენ რასაც ამბობთ? ჩვენ პოლიტიკაში ვართ ეხლაც ამ წუთში. როდესაც თქვენ ეთერი მიყავთ და მე თქვენ პასუხობთ. საერთოდ პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის ჭერა. პოლიტიკა მათ შორის არის აზრის დაფიქსირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება. მე და თქვენ ახლა ამ წუთში სწორედ პოლიტიკითა ვართ დაკავებული. სხვათა შორის ამ თემის გაგრძელებად, ამიტომაც მე არ მწამს ასეთი მცდარი თეზის, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული არის, კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული არის. ყველაფერი, რაც უკავშირდება გარკვეული აზრის შექმნას, პროცესის მიმდინარეობას და მასში თანამონაწილეობას, ეს არის პოლიტიკა. პოლიტიკა არ არის მხოლოდ პარტიული დოკუმენტის შექმნა, პოლიტიკა არის ქცევის კოდექსის შექმნა და ამაში ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი თანამონაწილენი ვართ. უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ, აი როგორ ხედავთ უახლოესი 2-3-4 თვის შემდეგ იმ არ ვიცი, წინააღმდეგობის პლატფორმის პოლიტიკურ ფორმაციას, ფუნქციას, ნაბიჯებს. ეს იქნება ერთი პოლიტიკური, არ ვიცი, გუნდი, ძალა, ეს იქნება პლატფორმაზე წარმოდგენილი რამდენიმე პოლიტიკური პარტია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმებით, აი უფრო რომ რაღაცა მიგვაახლოვოთ იმ შესაძლებლობასთან, რომელიც შეიძლება წარმოშვას აი ამ პოლიტიკურმა წინააღმდეგობის პლატფორმამ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ბოლო დღეების სხვადასხვა განცხადებებში ხშირად გვესმის ერთი ცნობილი პიროვნების ნოსტრადამუსის სახელი. და სხვაებიც ლამობენ, რომ თანამედროვე რეალიებში გადასვაფერებული ნოსტრადამუსები იყვნენ. ახლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ხელმეორედ ვიხდი ბოდის, მაგრამ ეს დაანონსება კონკრეტულ თარიღებთან, საათებთან მიმართებაში ახლა არ მინდა რა, რომ ჩემი სახით კიდევ ერთი ნოსტრადამუსი გაჩნდეს ამ ეთერში. მე ვთვლი, რომ პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ჩვენ.
გადახალისებამდე, მათ შორის ძალიან წარე სათქმელი არის ალბათ, რასაც ვიტყვი, ალბათ ასეთი მდორე მიმდინარეობა, ჩვენ დავიწყეთ ეთერი ხო, უძრაობის უძრაობასთან შედარებით ეს ანალოგიც მოვიტანეთ, გამოიწვევს იმ საჭირო გადაღლას. მოდით ნუ ვიტყვით გაღიზიანებას, მაგრამ გადაღლას საზოგადოების დიდი ნაწილისგან, რომელსაც უნდა ცვლილება, მაგრამ უკვე კარგად აცნობიერებს რა, რომ მე-10, მე-15 და მე-20ჯერ მანდატს ამ გადახალისების ამ მოლოდინის კუთხით ერთ და იგივე ძალებს ვერ მისცემს. ამიტომ ეს ალბათ ბუნებრივად მიგვიყვანს ჩვენ. ანუ ახალი სისხლი არის საჭირო ოპოზიციურ იმიტომ რომ ჩემი აზრით დღეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ტექნოკრატიული ნაწილი, აქ ეგრეთ წოდებული თეთრი საღელოების ფენა რო წარმოვიდგინოთ, რო დავასახელოთ ბიზნესი იქნება თუ სხვა, ისინი გაცილებით თავიანთი განვითარების დონით, მათი აღქმით ვითარებისა, როგორც შიგნით და გარეთ, ბევრად უსწრებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ ეს ჩამორჩენა იმდენად თვალსაჩინო არის, რომ ასეთი გარღვევა, ასეთი ვაკუუმი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ანუ ეს იქნება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი, შეიძლება ასე თავისთავად ცხადია, ნოსტრადამუსის შემდეგ გავიხსენოთ ცნობილი ჩარლზ დარვინი და მისი ცნობილი უკვდავი ნაწარმოები, როდესაც გადარჩევა მოხდება ბუნებრივად და მხოლოდ ძლიერები დაემკვიდრებენ ადგილს. მოკლედ საინტერესო შემოდგომა. სპეკულაციური პოლიტიკა ჩაბარდება წარსულს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. მოკლედ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, შემოდგომა გველოდება და დარწმუნებული ვარ აი ამ მომავალი შემოდგომიდან. საინტერესო დატვირთული მოვლენებით ასევე პოლიტიკური პროცესი. თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ არა მხოლოდ დღევანდელი სტუმრობისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რომელიც თქვენგან იყო გამოხატული, თანამშრომლობისთვის ვიქტორ ყიფიანს, ჯეოკეისის თავმჯდომარეს ვუსმენდით. მადლობა თქვენ. ეს იყო ამ სეზონზე ბოლო ეთერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მე-10 სატელევიზიო სეზონს ვუახლოვდები და აქაც ვიტყვი ორ სიტყვას. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს, ვისთანაც პირადად მაქვს ხოლმე შეხება, მართლა ძალიან ბევრი კარგი მესმის თქვენგან და განსაკუთრებული მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის და შევეცდებით, რომ ეს თქვენი ნდობა თუ გავამართლოთ, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. მადლობა ჩემს გუნდს, აღარ ჩამოვთვლი, ყველა მიცის, რომ ყველა უზომოდ მიყვარს და მათი იმედი მაქვს და უზომოდ მადლიერი ვარ. ეხლა შევხედ ლაივზე კომენტარებს და რა ვიცი, იმ ადამიანებს, ვის სახელები და გვარები უკვე პირად ვისწავლე. სამწუხაროდ ვერ ვეტყვი მადლობას, უბრალოდ ვუსურვებდი, რომ მომავალი სატელევიზიო სეზონიდან, არ ვიცი, უფრო საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობით დაკავდნენ, ვიდრე ეს შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა ნებისმიერ Facebook Live-ზე. ანუ სახელები და გვარები მაინც შეიცვალონ. მოკლედ, ერთი თვით გემშვიდობებით, დროებით.